მოგესალმებით, მწარე პოდკასტი. დღეს ერთი ისტორიული და თან აქტუალური თემით გიბრუნდებით, რომელიც დიდი ხანია არის მოთხოვნა. მე დღევანდელი ეპიზოდით ვერ შეგვირდებით, რომ ეს იქნება ამოწურული და რაღაცა ერთ ეპიზოდში მოვაქცევთ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მაგრამ ვეცდებით, რომ ეს პირველი საუბარი იყოს აი მწარე პოდკასტის ფარგლებში ამ თემაზე და შემდგომში, რა თქმა უნდა, კიდევ შემოგთავაზებთ ეპიზოდებს, როცა გვეყოლება შესაბამისი სტუმრები. ეს თემა არის აფხაზეთის კონფლიქტი, რომელიც დღემდე თავარი აქტუალური საკითხი არის, ხო, საქართველოსთვის და ალბათ სანამ არ მოხდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მუდამ დარჩება თავარ გამოწვევად საქართველოსთვის. შესაბამისად, მისი ისტორიული საფუძვლები, ის თუ რამდენად რა იმალება იმ აკადემიური, ასე ვთქვათ, დაპირისპირების მიღმა, რაც არსებობს თუნდაც აფხაზებსა და ქართველებს შორის. არა მარტო ეს არ არის მარტო იარაღით ბრძოლა, ხო, ეს არ არის მარტო პოლიტიკური ბრძოლა, აქ არის, რა თქმა უნდა, აკადემიურიც გარკვეულწილად, იმიტომ რომ იქ თუნდაც ისტორიის თაობაზე ძალიან ბევრს მსჯელობენ და ბევრი განსხვავებული აზრი არსებობს, აქ რა თქმა უნდა, უცხოური ინტერესები ჩემოდის, რუსული ამ შემთხვევაში განსაკუთრებით, რომლებიც რა თქმა უნდა ხერს უწყობდნენ ამ კონფლიქტის გაღვივებას. შესაბამისად, ეს არის ძალიან კომპლექსური თემა მთლიანობაში, რომელიც აი ყოველდღიურობაში გვახსენებს ჩვენ თავს. არასდროს არ ხდება ამ კონფლიქტის მივიწყება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს რაც არ უნდა შეიცვალოს ქვეყნის პოლიტიკა, ადამიანები არსებობენ, რომლებიც უბრალოდ იქ ცხოვრობდნენ, იქიდან არიან წამოსულები, ხო, მოსახლებულები, საქართველოში გამოდევნილები და იმათთვის და მათი ოჯახებისთვის და მათი შთამომავლობისთვის მუდმივად იქნება მთავარი ფაქტორი, რა თქმა უნდა, აფხაზეთში დაბრუნება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ისევე როგორც მთელი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ეს არის საქართველოს გაეროს მიერ აღიარებული საზღვრები და რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს ამ საზღვრებში. ჩემი დღევანდელი სტუმარი არის კახაბერ ყალიჩავა, რომელსაც ისტორიკოსი, რომელსაც ძალიან საინტერესო ნაშრომი აქვს გამოცემული, ეს არის კოსოვო, აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, თანამედროვე კონფლიქტების ისტორიულ-შედარებითი ანალიზი. ეს წიგნი გამოიცა რუსთაველის ფონდის დახმარებით და არის ძალიან კარგი ანალიტიკური ნაშრომი, რომელშიც მიმოხილული არის სამივე ეს კონფლიქტი და ასევე შედარებულია სხვა კონფლიქტებთანაც და გარკვეულწილად არის მცდელობა იმისა, რომ აი წარმოიდგინოს როგორ შეიძლება ამის მოგვარება მეტნაკლებად, რა ფარგლებში უნდა მოექცეს, რა ჩარჩოებში უნდა მოექცეს, რომ უფრო ადვილი იყოს შესაბამისად ამ კონფლიქტის დარეგულირება და მოგვარება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მოგესალმები კახა და მიხარია ძალიან რომ მწარე პოდკასტში გვესტუმრე და იმედი მაქვს რომ აწი გახშირდება შენი სტუმრობები აქ. მოგესალმები ნიკა, დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის და რა თქმა უნდა დაინტერესებისთვის ამ საკითხით. ჩემი დებიუტია პრაქტიკულად მწარე პოდკასტში და მინდა გითხრა რომ აქტიურად ვუსმენ თქვენს პოდკასტს და ძალიან მიხარია რომ ამ საკითხზე მომიწევს დღეს საუბარი პრინციპში. იმიტომ რომ მე მგონია რომ მე თავად ვასწავლე სკოლაში და მაქვს თუნდაც ჯენზისთან ამ ახალ თაობასთან შეხება და გარკვეულ მომენტში შემიმჩნევია რომ ამ თაობას ისევე როგორც მათზე უფროს თაობაშიც აფხაზეთის კონფლიქტის ისტორიული საკითხები არც ისე ფართოდ და დეტალურად ესმით ასე ვთქვათ ეს საკითხები და დღეს ვისაუბრებ ისტორიულ ასპექტზეც ამ კონფლიქტის შედარებით ასპექტზე ევროკავშირის კონფლიქტებთან და ჩემი წიგნი, რომელიც ახსენე აფხაზეთის და ცხინვალის კონფლიქტებს განიხილავს კოსოვოს კონფლიქტთან შედარებითი ანალიზის თვალსაზრისით და ზუსტად კოსოვო იქნა არჩეული იმისთვის, რომ ძალიან მკაფიოდ გამევლო, ასე ვთქვათ, კონტრასტი კავკასიაში და ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ კონფლიქტებთან, ჩვენი კონფლიქტების მაგალითზე და ევროპაში არსებულ კონფლიქტებთან. დღევანდელ ამ ფორმატში მექნება საუბარი ბევრ დეფინიციაზეც, ასე ვთქვათ, თანამედროვე კონფლიქტოლოგიის კონტექსტშიც, თეორიებზეც და შეგვიძლია შევუდგეთ და დავიწყოთ, ხო, პრაქტიკულად.
კი ბატონო, იცი რა, ეხლა მე ჩემთვისაც ეს საკითხი ამ შემთხვევაში და ეს საუბარი ძალიან საინტერესოა, თორსა რომ მე თვითონ შუა საუკუნეების სპეციალისტი ვარ და მithumetes მუშაობ დასავლეთ ევროპის და ბიზანტიის იმპერიის მიმართულებით. შესაბამისად, აი როცა მსმენელი მწერდა რომ აი აქინება ამ თემაზე ჩაწეროთ ეპიზოდი, მე ყოველთვის ვეუბნებოდი ხოლმე რომ შესაბამის სტუმარს ვიპოვი თუ არა, მაშინვე ჩავიწერ ამ ეპიზოდს, იმიტომ რომ მე პირადად ჩემ თავზე არასდროს არ ვიღებ ისეთ თემებზე საუბარს, რაც არ არის ჩემი ძირითადი საკვლევი საკითხი. ამიტომ მე მიყვარს ძალიან სტუმართან ერთად ლაპარაკი, სადაც მე ამ შემთხვევაში ვიქნები უფრო მე თვითონაც როგორც დაინტერესებული პირი, რომ მე თვითონაც მოვისმენ ამის შესახებ, ჩავერთვები ამ საუბარში, ხოლო ის ადამიანები, რომელიც იკვლევენ ამა თუ იმ საკითხს, რა თქმა უნდა, უფრო ვრცლად შეძლებენ თავისი აი ამ ნაშრომის ნაკვლევის გადმოცემას პოდკასტში და ფართო საზოგადოებისთვის გაზიარებას, იმიტომ რომ ცი რა არის ძალიან ბევრი აკადემიური ნაშრომი გამოდის, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის რჩება ხოლმე შემდგომში უცნობი, ხო, ეს ნაშრომები, იმიტომ რომ ძალიან მცირე წრე კითხულობს ამას აკადემიური წრეები. შესაბამისად, აი მწარე პოდკასტის ერთ-ერთი მიზანიც ეს იყო, რომ იმის გარდა რომ მე ჩემს ნააზრევს და ნარკვევებს და ასე შემდეგ გადმოვცემ და ვიყენებ ამას ამ პლატფორმად და მინდა რომ მეც გაუზიარო ისე როგორც თავის ძროზე სამხედრო ისტორიის ბლოგი მქონდა და ეხლაც მაქვს რა თქმა უნდა და იქიდან ამ შემთხვევაში ვავრცელებდი სამხედრო ისტორიაზე სხვადასხვა მასალებს შესაბამისად იგივე ფუნქციას ატარებს ახლა მწარე პოდკასტი ოღონდ აქ ბევრი სხვა სტუმარი შემოვიამხანაგე მოკლედ რომ მათაც მიეცეთ საშუალება რომ ასევე ის აკადემიური ცოდნა რომელიც მე მინდა რომ მივიდეს საზოგადოებამდე და საზოგადოებას გონია სხვადასხვა ხშირად რომ დღეს ისტორიკოსები არაფერს არ წერენ არაფერს არ მუშაობენ და ისევ მისტირიან ხოლმე 90 და 80 წლის წინანდელ ნაშრომებს არა და ძალიან ბევრი რამ წავიდა წინ მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ ძიმ მდგომარეობაში არის ხო აკადემიური სფერო და ზოგადად განათლების სფერო საქართველოში შესაბამისად აი ეს სიახლეები და ეს ახალი ინტერპრეტაციები აუცილებლად უნდა გამოჩნდეს და ამ საზოგადოებამ გაეცნოს ამას ისევე როგორც რა თქმა უნდა ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა მოდი დავიწყოთ პირველად საფუძვლებით ამ ყველაფერს ანუ ჩვენ ახლა კი ვამბობთ აფხაზეთის ომი, აფხაზეთის კონფლიქტი, დაახლოებით წარმოდგენა საქართველოს მოსახლეობის რაღაც ნაწილს აქვს, მაგრამ აი მთლიანობაში მართალი რომ გითხრა, უმეტესობა მარტო იცის აი ძალიან გაკვრით ამ ყველაფრის შესახებ. აი თითქოს უცნაურია, ხო, უახლესი ისტორიაა საქართველოსი და უახლესი ისტორიის შესახებ ყველაზე ნაკლები ვიცით ქართველებმა უმეტეს შემთხვევაში. რაც ალბათ აი უახლესი ისტორიის კვლევის ერთ-ერთი პრობლემაა. რატომ ხდება შენი აზრით ასე? კი ბატონო, მართალია, კი. ზუსტად ამით დავიწყე მეც, რომ არც ისე ფართოა, ასე ვთქვათ, და არც ისე დეტალურია ცოდნა ამ კონფლიქტზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის პრაქტიკულად ერთ-ერთი ყველაზე ისეთი სენსიტიური საკითხია ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის, ხო? ხო, რატომ არის ასე? პირველ რიგში ალბათ იმიტომ, რომ ჩვენს მეცნიერებაში არა მარტო უახლესში, მე მგონი ზოგადად ისტორიულ მეცნიერებაში ჩვენთან თუ არ ჩავთვლით ესეთ ახალი თაობის მეცნიერების პუბლიკაციებს, ძირითადად საზღვარგარეთ და განსაკუთრებით ინგლისურ ენაზე პუბლიკაციების პრობლემა პრინციპში იდგა ხოლმე და ახლაც დგას. რას გულისხმობ? აი მაგალითად 2021 წელს, როდესაც ჩემი დისერტაცია გამოიცა წიგნად, იმავე წელს გამოიცა ერთი ძალიან დიდი მონოგრაფია, ესეთ სათაურით აფხაზეთი საქართველოა და ამ მონოგრაფიის ინგლისური ვერსიაც მომზადდა მაშინ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ნაშრომია, ძალიან კაპიტალური ნაშრომია ეს ნაშრომი, ისტორიკოსების წრეებისთვის ცნობილი ნაშრომი. კი, ვიცი, მეც რუსთაველის ფონდის იმით გამოვიდა დახმარებით ეს ნაშრომი. დიახ და კი, მაგრამ ისევ და ისევ რა არის აქ, რა თქმა უნდა, ეს ხელმისაწვდომია საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც, მაგრამ დასავლური პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, ხო, პუბლიკაციას ადგილი ჰქონდა თბილისში და შეიძლება ეს ფაქტორი, რომ პუბლიკაცია არ შემდგარა მაგალითად სადმე სხვაგან ან ბრიტანეთში, ან დასავლეთში რომელიმე ქვეყანაში, ზოგჯერ ეს ფაქტორის თამაშობს ხოლმე როლს და მე თავადაც რომ მქონია ხოლმე ასე ვთქვათ საუბარი დასავლეთში კოლეგებთან, ხო? ესეთ აზრამდე მიდიან, რომ აი ჩვენს ისტორიოგრაფიას რაღაც აი თითქოს მეთოდოლოგიური მიდგომების პრობლემა აქვს, ანუ ჩვენ თითქოს ცოტა სხვა მეთოდოლოგიით ვწერთ ხოლმე. იცი რა არის, ერთ რაღაცას დავამატებდი კიდე, რომ სათაური არასწორად არის ჩემი აზრით შერჩეული. მიუხედავად იმისა, რომ ნაშრომი შეიძლება აჩვენებდეს და ხსნიდეს იმას, რომ აფხაზეთი საქართველოა,
აკადემიური ნაშრომისთვის ასეთი ლოზუნგების დარქმევა ამ შემთხვევაში როგორც ეს არის, არ არის მაინც და მაინც სასურველი და უკუ ეფექტს იძლევა ხოლმე ხშირ შემთხვევაში. ანუ შეიძლება ძალიან მაგარი ნაშრომი იყოს და აი ასეთმა იმანაც შეიძლება აი ობიექტური უცხო თვალისთვის ამ შემთხვევაში იყოს ის რომ აი ჩვენოს ცოტა ასე ვთქვათ ვულგარულად და აი რაღაც ლოზუნგად, ხო ამ შემთხვევაში შეიძლება საქმე გააფუჭოს სამთლიანობაში. ამიტომ უნდა იყოს არა სათაურში გამოხატული და ანუ რაღაც განცხადებები და ლოზუნგებით კი არ უნდა ილაპარაკოს აკადემიურმა ნაშრომმა. არამედ თვითონ კვლევით უნდა აჩვენოს უკვე ნაშრომში, ხო, არგუმენტირებული მსჯელობის შედეგად. აი, იმიტომ გამიკვირდა, რომ აი რა ფუნქციას ატარებს ასეთი ნაშრომი მიუხედავად იმისა, რომ რამდენი კარგიც არ უნდა იყოს, შეიძლება რაღაცა ერთი დეტალით ცოტა არ იყოს დააზიანო ის პროცესი, რაც გინდა რომ პირიქით დაიწყოს აი ამ ნაშრომის გამოცემის შემდეგ, ხო? გეთანხმები აბსოლუტურად. აბსოლუტურად გეთანხმები და ზუსტად აი ეს მომენტი იყო ჩემთვისაც გამსაზღვრელი, როდესაც აი ამ ჩემი დისერტაციის მომზადება დავიწყე ინგლისურ ენაზე. აი იანვარში უკვე ერთ-ერთი ამერიკული გამომცემლობა გამომეხმაურა და იანვრის დასაწყისში ველოდები უკვე რომ ამერიკაში გამოიცემა ეს ნაშრომი და აი იქაც იცი აი ზუსტად ეს მქონდა მეც ამაზე ვაკეთებდი აქცენტს რომ სათაური ჩემი როგორც მთავარი წიგნის სათაური, ასევე ქვეთავების და თავების სათაური ყოფილიყო უფრო დაბალანსებულ მეცნიერული, ასე ვთქვათ, იმისთვის, რომ არ მომხდარიყო თავიდანვე რაღაც ესეთი პარადიგმული აღრევა, ასე ვთქვათ, და რაღაც კონკრეტული სტერეოტიპის ჩარჩოში მოქცევა, ასე ვთქვათ, და არ ყოფილიყო რაღაც სლოგანივით სათაური. ასე რომ ამაში აბსოლუტურად გეთანხმები, კი ბატონო და მე მიხარია, იცი რა, რომ ესე იგი აი ამ პრობლემის მიუხედავად რაღაცნაირად ვახერხებთ, რომ მაინც ვცდილობთ, რომ საზღვარგარეთ გავააქტიუროთ, ასე ვთქვათ, უფრო მეტად პუბლიკაციები, რაც ახლა ამ კონტექსტში უფრო მეტად გვჭირდება ჩემი აზრით. და რატომ გვჭირდება უფრო მეტად? იმიტომ რომ ჩვენში ფართო საზოგადოებაში ახლა მე მაგალითად დავაკვირდი ამ ტენდენციას და ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილში აი ეს საკითხი თვითონ ეთნიკური მომენტი, ხო, რაც დგას აფსუების საკითხი, ხო? ძირითადად მაინც პავლე ენგოროყვას ნარატივია ხოლმე პოპულარული. და მოდი ამ ნარატივებით დავიწყებ, კარგი? ანუ აი მთავარი ნარატივები რა არის, რომ ისტორიოგრაფიას რაღაცნაირად თავი მოუკრათ დასაწყისში. ესე იგი, ჩვენ როდესაც ამ კონფლიქტზე ვსაუბრობთ, აფხაზეთის კონფლიქტზე, ხო? ჯამში ჩვენ გვაქვს ესეთი 4 მთავარი შეხედულება, 4 მთავარი მიმართულება ამ საკითხის. პირველი შეხედულება არის მეცნიერთა დიდი ნაწილის მიერ გაზიარებული, ვსაუბრობ ივანე ჯავახიშვილზე და ცნობილ ისტორიკოსებზე, როგორებიც იყვნენ ჯანაშია, ბერძენიშვილი, მელიქიშვილი და მუსხელიშვილი. და სხვათა შორის დღეს ზურაბ პაპასკირიც მიეკუთვნება ამ შეხედულებას, ამ ისტორიოგრაფიულ სკოლას. და რა შეხედულებასთან გვაქვს საქმე? ესე იგი, ამ შეხედულების მიხედვით თანამედროვე აფხაზების შორეულ წინაპრებად მიიჩნევიან უძველესი დროიდან, ესე იგი, კოლხეთის სამეფოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მცხოვრები ტომები, აბაზგები და აფსილები, რომელთა ჩამოყალიბებაც, ძალიან მჭიდროდ ხდებოდა ქართულ მოსახლეობასთან შერწყმით, ხო? როგორც აღნიშნე, პირველად ივანე ჯავახიშვილი ვახსენე, ამ სკოლის, ასე ვთქვათ, მამამთავარი შეიძლება ითქვას და რატომ იყო ეს პერსპექტივა? რატომ მოიაზრებოდა, რომ პრინციპში შესაძლებელია, რომ აბაზგები და აფსილები ქართულ ტომებთან ერთად ქმნიდნენ, ასე ვთქვათ, ქართულ სახელმწიფოებრიობას. პირველ რიგში იმიტომ, რომ არასაკმარისი და განსაკუთრებით ლინგვისტური მიმართულებით არასაკმარისი წყაროების გამო ჩვენ ვერ ვამტკიცებდით იმას, რომ ეს ხალხი არ იყვნენ ცალსახად ჩვენი პოლიტიკური არეალის, ასე ვთქვათ, სრულფასოვანი წევრები. ხომ? ეს განასხვავებს ამ პერსპექტივას მაგალითად პავლე ენგოროყვას, მიფჩუანის, ონიანის, ჯემალ გამახარიას პერსპექტივისგან, რომელიც არის მეორე სკოლა ისტორიოგრაფიული და რომელიც ამბობს რას? რომ აფსილები და აბაზგები იყვნენ ქართული ტომები. ხო? რომლებიც იყვნენ, ისეთივე ტომები, როგორებიც იყვნენ მაგალითად მეგრელჭანები და სვანები, ხო?
და ეს სკოლა, ესე იგი, ეს პავლე ენგოროყვას მიმართულება, მიუხედავად იმისა, რომ პავლე ენგოროყვა პროფესიონალი ისტორიკოსი არ იყო, მაინც მისი ეს შეხედულება 50-იან წლებში გამოქვეყნებული, ძალიან დიდი გავლენით სარგებლობს და პოპულარობით ჩვენ საზოგადოებაში. ესე იგი, ამ შეხედულების მიხედვით გვაქვს რა, აფსილები და აბაზგები ცალსახად ქართული ტომები არიანო, გვეუბნებიან ეს ავტორები. როგორც სხვა ქართველური ტომები იყვნენ და ამასთან ერთად, ესე იგი, თანამედროვე აფხაზები, ვინც აი დღეს კონფლიქტის მეორე მხარეს შეადგენს, ხო? მხოლოდ მე-17-18 საუკუნეებში არიან ჩამოსახლებული და მათ მიითვისეს აი ამ ძველი, ასე ვთქვათ, აფსილების და აბაზგების სახელი, ასე ვთქვათ, ხო? მესამე შეხედულება არის, ცოტა უფრო ისეთი ლომოურის შეხედულება, რომელიც მიიჩნევდა, რომ აი ძველი წელთაღრიცხვის პირველი 1000 წლეულის დასასრულსაც ამ ტერიტორიაზე, ძველი კოლხური ტომების გვერდით აფხაზების არსებობაც ივარაუდება, უფრო ვარაუდის დონეზე გამოითქმება ეს შეხედულება და რა უშლის ხელს მაგალითად ლომოურს ამ შემთხვევაში, ისევე როგორც ივანე ჯავახიშვილს და იმ პირველი ისტორიოგრაფიული სკოლის ისტორიკოსებს, რა უშლით მათ ხელს, რომ პავლე ენგოროყვასავით და სხვა ისტორიკოსებივით, რომლებიც ამ შეხედულებაში ვახსენე, ცალსახად გადაჭრით, ასე ვთქვათ, თქვან რომ აფსილები და აბაზგები იყვნენ ქართული ტომები, ისევ და ისევ წყაროების ნაკლებობა, ხო? ანუ ჩვენ თუ ობიექტურად მივუდგებით ამ საკითხს, ხო, ცალსახად მტკიცება იმისა, რომ ეს ტომები, რომლებიც პირველი საუკუნიდან ცხოვრობენ აფხაზეთში, იყვნენ ცალსახად ქართველური ტომები, ძნელია, თუნდაც იმიტომ, რომ ლინგვისტური მონაცემები არ არის საკმარისი. და ესე იგი, აი ქართულ პერსპექტივებს რაც შეეხება, ხო, მოდი აი შევაჯამებ ახლა და ვიტყვი, რომ გვაქვს, ესე იგი, ეს სამი შეხედულება. პირველ შეხედულებად მოვიაზროთ პავლე ენგოროყვას და ჯემალ გამახარიას, მიბჯვანის, ონიანის შეხედულება, რომელიც ქართველებად მოიაზრებს აფსილებს და აბაზგებს ცალსახად. მეორე შეხედულებად მოვიაზროთ ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიას, ნიკო ბერძენიშვილის, გიორგი მუცხელიშვილის ამ ისტორიკოსების შეხედულება, რომლებიც ამბობდნენ, რომ ასეთ ცალსახადაც არ იყოს საქმე და ჩვენ საერთო სახელმწიფო შევქმნით ერთად აფსილებთან და აბაზგებთან ერთად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ცალსახად ქართველური ტომები იყვნენ. და მესამე შეხედულება ნოდარ ლომოურის, რომელიც მოვხაზეთ, რომელიც ამბობს, რომ აი ვარაუდის დონეზეა, რომ შესაძლებელია ასეც ყოფილიყო, შესაძლებელია ისეც ყოფილიყო. რაღაც ისეთი ცოტა უფრო დაბალანსებული შეხედულებაა, ხო? მაგრამ ნიკა ალბათ ჩვენს დამეთანხმები, რომ ჩვენს საზოგადოებაში ყველაზე პოპულარული არის, რა თქმა უნდა, პავლე ენგოროყვას ნარატივი, ხო? კი, აბსოლუტურად. აბსოლუტურად ასე. აი მე თვითონაც ბავშვებთან სკოლაში მუშაობისას უფრო მეტად, იმიტომ რომ უნივერსიტეტში მაინც ალბათ დამეთანხმები, რომ უფრო მეტად ვინც დაინტერესებულია ისტორიით, ის უფრო მეც კითხულობს ამ თემაზე და ცოტა სხვანაირად, ეს კი, იცი როგორი წარმოდგენა აქვთ, რომ ამ შემთხვევაში ყველაზე პოპულარული ესე ვთქვათ, აი მოკლე ორი სიტყვით რომ ვთქვათ, აფსილები და აბაზგები იყვნენ ქართული ტომები და შემდგომში მე-17-18 საუკუნეებში ჩამოეთრნენ ვიღაც აფსუები, დასახლდნენ ამ ტერიტორიაზე და ისინი მიითვისეს იმათი მთელი ეს სახელი, მემკვიდრეობა, ენა და ამ შემდეგ. კი, აი ასეა და ეს ცოტა, ჩემი აზრით, ეს ცოტა ძალიან ისეთი გამარტივებული მიდგომაა საკითხთან, იმიტომ რომ ჩამოვიდნენ, მიითვისეს და მე ორ დღეში რაღაცა კონფლიქტი და ასე მარტივად რო არ ხდება კონფლიქტები ისტორიაში და მით უმეტეს ისეთ რეგიონებში, როგორც ჩვენი რეგიონია, მე მგონი ეს ცხადი უნდა იყოს და ამიტომ მე პირადად, ხო, როგორც ამ საკითხის კვლევით დაინტერესებული, ასე ვთქვათ, ისტორიკოსი, მე მაგალითად უფრო მეტად დამაჯერებლად მიმაჩნია აი ეს პირველი სკოლა, რომელიც თქვი, ესე იგი ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით, ასე ვთქვათ, რატო ვემხრობი უფრო ამ იდეას. სანამ ჩვენ რეალურად წყაროებზე დაყრდნობით არ შეგვიძლია რომ ვამტკიცოთ რაღაც ცალსახად, მანამ ეს არ უნდა ვამტკიცოთ, იმიტომ რომ ეს ცოტათი შეიძლება არა მეცნიერულიც კი იყოს. Wishful thinking არის უფრო რა. მოდი ასე ვთქვათ, კი ბატონო, ესე გამოდის და მით უმეტეს მაშინ, როდესაც ისტორიოგრაფიას ახლა მე რაზეც ვსაუბრობ, ხო? უჭირავს პრაქტიკულად ცენტრალური როლი, ხო, ამ კონფლიქტში, ხო? და აი ჩემს წიგნში მაქვს მეოთხე შეხედულებაც მოცემული, ესე იგი სამი ქართული შეხედულება უკვე აღნიშნე და მეოთხე შეხედულება არის აფხაზური, ასე ვთქვათ, სეპარატისტული შეხედულება, როგორც ჩვენ უწოდებთ. რა შეხედულებაა ეს?
ესე იგი, ამ პერსპექტივის მიხედვით, აი ამ ასე ვთქვათ, სეპარატისტული ისტორიოგრაფიის მიხედვით, ძველი წელთაღრიცხვის მესამე პირველ 1000 წლებში შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო, თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიის ჩათვლით, აფხაზთა წინაპარ ტომებს ეკავათ, რომლებიც თავიანთი წარმოშობით, კულტურით, ტერიტორიული ინტეგრაციით ქმნიდნენ, ასე ვთქვათ, ერთიან ეთნიკურ მასას და წარმოადგენდნენ, დასავლეთ კავკასიის ასე ვთქვათ, ერთიან მასას ადიღე-ჩერქეზე ტომებთან ერთად. აქ ყავს აფხაზური ისტორიოგრაფიის წარმომადგენლები, როგორებიც არიან ანჩაბაძე, ბასარია, ბჟანია, ინალიფა და ხო, ცოტა გავშალოთ ახლა ეს პერსპექტივა, ეს ისტორიოგრაფია ძალიან შორს მიდის სხვათა შორის და მოიაზრებს, რომ მთელი დასავლეთ საქართველო, რომელსაც აფხაზთა სამეფო ერქვა, ხო, პრაქტიკულად წარმოადგენს თანამედროვე აფხაზური იდეოლოგიის, ასე ვთქვათ, საყრდენს. ჩვენ აი დღეს რო დავსვათ კითხვა რა არის მიზანი, ხო? დავუშვათ სეპარატისტული ჯგუფების აფხაზეთში, ხო? მათი მიზანი არის ის, რომ რაღაც მომენტში ქუთაისამდეც კი მოხდეს აფხაზეთის გაერთიანება, იმიტომ რომ მათი ისტორიოგრაფია ზუსტად ამას ამბობს, რომ აფხაზეთი უნდა აღდგეს, ასე ვთქვათ, და ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, აი ზუსტად აფხაზთა სამეფოს საზღვრებში, ხო? ისევე როგორც აი მაგალითად ცხინვალის რეგიონში შეიძლება გახსოვთ კიდევაც რამდენიმე თვის წინ იყო პოლიტიკურ განცხადებებს, ჩვენი მხრიდან ბოდიშის მოხდის მომენტი რომ იყო, ხო გახსოვს? აი მაგ მომენტში როგორ გამოეხმაურა სეპარატისტული, ასე ვთქვათ, ოსების სეპარატისტული მხარე ჩვენს განცხადებას თუ გახსოვს, ყაზბეგის რეგიონის ტერიტორიაზე ქონდათ ხო აქცენტი, რომ ესეც ჩვენიაო და ამაზეც აქვთ პრეტენზია. ოსებს პრინციპში პრეტენზია აქვთ დაახლოებით ამბროლაურის რაიონიდან სტეფანწმინდის რაიონამდე ტერიტორიაზე. ისევე როგორც აფხაზებს აქვთ პრინციპში ტერიტორიული, ასე ვთქვათ, მოთხოვნები, მათი ტერიტორიული მოთხოვნები უფრო შორს მიდის ისტორიოგრაფიის დონეზე, ვიდრე ეს საზღვარი დღეს რაც გვაქვს ენგურზე, ხო? ეს არის, ასე ვთქვათ, 4 შეხედულება, 3 ქართული, რაზეც ვისაუბრე და მეოთხე სეპარატისტული შეხედულება. ეხლა სხვა საკითხია, რა თქმა უნდა, ის თუ სად არის აქ რუსეთის ფაქტორი, ხო? და ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ეხლა რუსეთის ფაქტორი არის პრაქტიკულად გადამწყვეტი აი ზუსტად იმ ისტორიოგრაფიული სკოლის ჩამოყალიბებაში, სეპარატისტული ისტორიოგრაფიული სკოლის ჩამოყალიბებაში და აი ეს კონტექსტიც მინდა რომ რაღაცნაირად მოვხაზო ამ შემთხვევაში. ესე იგი, ერთს კითხავ მანამდე, ნახე, საერთოდ ხშირად არის ხოლმე საუბარი რაზე იცი, რომ იმპერია ამ შემთხვევაში, ჩვენ შემთხვევაში რუსეთი და ზოგადად რა, იმპერიები, ან სპეციალურად აქვთ გაწერილი გამისი გეგმა, რომ სახელმწიფოებში შექმნან ასეთი სეპარატისტული რეგიონები, რათა მე საჭიროების შემთხვევაში თავის შესაძლებლად გამოიყენონ ეს და აი რამდენად შეესაბამება ეს რეალობას შენი აზრით? აფხაზეთის შემთხვევაში ეს აბსოლუტურად შეესაბამება რეალობას და ზუსტად ამაზეც აი ნახე პირველი რაც მინდა რომ აღვნიშნო ამ კუთხით არის რა. განსაკუთრებით უცხოელებთან საუბრისას ჩდება ხოლმე ესეთი კითხვა, უცხოელები ხშირად გვეკითხებიან ხოლმე რას. ისინი ვერ იაზრებენ, აი ჩვენ ხო ვამბობთ რომ ცალსახად რუსეთია დამნაშავე ამ კონფლიქტში, ხო? რუსეთის ინსპირირებულია. დასავლეთში უჭირთ ხოლმე ხშირად იმის გაგება, რომ როგორ შეიძლება ცალსახად მესამე ძალა, თუნდაც იმპერია იყოს, ასე ვთქვათ, ფაქტორი კონფლიქტის, ხო? და ამის გააზრების პრობლემა აქვთ რატომ? იმიტომ რომ ხშირად მათ არა აქვთ წვდომა და ინფორმაცია შესაბამისად ფაქტოლოგიაზე. აი მაგალითად, პირველი წიგნი აფხაზეთის ისტორიის შესახებ, აი ერთიანი შეკრული წიგნი, ბროშურა უფრო გამოქვეყნდა 1907 წელს სანქტ-პეტერბურგში, ვორონოვი იყო ასეთი ავტორი, 35 გვერდიანი მოკლე ბროშურა იყო, რომელიც სავსე იყო ზუსტად აი იმ ისტორიოგრაფიული ნარატივით, სეპარატისტული ისტორიოგრაფიული ნარატივით, რაც მე ვახსენე, ხო? ეხლა ეს რას ნიშნავს? ეს ფაქტი აღვნიშნეთ, მაგრამ ეხლა ეს ფაქტი რას ნიშნავს კონტექსტში რო ჩავსვათ, ხო? პრაქტიკულად გამოდის რა? იმ პერიოდში, როდესაც აფხაზეთში იწყება, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად ისტორიული ნარატივების გაჩენა, პირველი ნარატივი, რასაც აფხაზი ეცნობა, ხო? არის ეს ნარატივი 1907 წელს გამოცემული წიგნი პრაქტიკულად. ერთ-ერთი ასეთი
უპირველესი ნარატივი, ხო? რომელშიც პირდაპირ ხაზგასმულია ის, რომ აფხაზეთი საქართველოს არ ყოფილა არასდროს, რომ აფხაზეთი იყო აფხაზთა სამეფო და რომ ის იყო ყოველთვის ცალკე, ასე ვთქვათ, ცალკე მდგომი აღმოსავლეთ ქართული სამეფოსგან, ხო და სხვა ქართული სამეფო სამთავროებისგან. ეხლა ეს რატო იყო მნიშვნელოვანი აკადემიურ ფრონტზე, ასე ვთქვათ, ასეთი საქმიანობა? იმიტომ რომ რუსეთის იმპერიას, ნუ ახლა ჩვენ ხო კარგად ვიცით, რომ რუსეთის იმპერია საკმაოდ დიდ ინტელექტუალურ რესურსს დებდა, ასე ვთქვათ, თავის ექსპანსიონისტურ პოლიტიკაში. ერთ-ერთი მცირე გამოვლინება, ოღონდ იმის ფონზე რა მასშტაბებზეც მუშაობდა, მაშინ რუსული ექსპანსია იყო აი ეს, ასე ვთქვათ, ფაქტი, რაც ახლა აღნიშნე. ამის მიზანი იყო რა? ამის მიზანი, რა თქმა უნდა, ის იყო, რომ შექმნილიყო გარკვეული მტრის ხატი, ხო? ნუ ისეთ ყოფით დონეზე, ასე ვთქვათ, ხალხში გაჩენილიყო იდეა იმისა, რომ დიახ, თქვენ იყავით აფხაზები ცალკე სამეფო და რომ თქვენ არ ყოფილხართ არასდროს, ასე ვთქვათ, ქართული პოლიტიკური გავლენის ქვეშ, ხო? ეს ბროშურა ამას ემსახურებოდა და რა თქმა უნდა, ამის გარდა მიდიოდა პოლიტიკური საქმიანობაც. აი მაგალითად 20-იან წლებში, ახლა ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ ამაზე, მაგრამ აქვე აღნიშნავ აი შენს კითხვაზე პასუხად. პაվել სიტინის რუსეთის სამხედრო ატაშე იყო ეს ადამიანი საქართველოში. პაվել სიტინის გეგმა ხელმისაწვდომია ფართოდ ინტერნეტში, ეს მე ჩემს ნაშრომშიც მაგ გამოყენებული და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაეცნოს ამას. ესე იგი ეს რუსეთის სამხედრო ატაშე იყო ადამიანი, რომელიც ესე დაახლოებით იმ საქმეს აკეთებდა, რასაც მე მოგვიანებით სუსლოვი. ანუ პრაქტიკულად ამ კაცის საქმიანობის მთავარი, ასე ვთქვათ, მიზანი იყო ის, რომ როგორღაც შეექმნა სტრატეგიული გეგმა იმისა, თუ როგორ დაეპირისპირებინა მაგალითად ეს სხვადასხვა კუთხური ელემენტები საქართველოში, როგორიც იყო აი მაგალითად, ნუ რა თქმა უნდა, აქცენტი იყო სამეგრელოზე, სვანეთზე, აფხაზეთზე. ესე იგი იმ კუთხეებზე, სადაც ჩვენ ლინგვისტური განსხვავებები გვქონდა, ხო? ენობრივი განსხვავებები უпростоრად. ხო და ამ დონეზე იყო რუსეთი ჩართული, მაგრამ აი კიდევ უფრო მეტად რომ გამოვკვეთო, ასე ვთქვათ, რუსეთის ფაქტორი, ხო? მოდი ერთ ესე ვთქვათ დამაინტრიგებელ ფაქტსაც გავუსვამ ხაზს. მოსახლეობის აღწერებს რო შევხედოთ, აი მაგალითად 1886 წლის აღწერები ძალიან ფართოდ არის ხელმისაწვდომი ასევე ინტერნეტში, цаრისტული რუსეთის აღწერები და ეს 1886 წლის აღწერა, რომ შევადაროთ 1989 წლის აღწერას, მივიღებთ 100 წლიან დინამიკას, ხო, დემოგრაფიის. საინტერესო არის რა? აი მაგალითად ზურაბ პაპასკირის ნაშრომში შემხედრია ეს მონაკვეთი, სადაც ბატონი ზურაბი აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში ქართველების რაოდენობა აფხაზეთში იზრდება 70-ჯერ დაახლოებით. იმავეს დაახლოებით აი ამდენივე ჯერ იზრდება რუსეთის ეთნიკურად რუსების და ეთნიკურად სომხების რაოდენობა აფხაზეთში. მაგრამ ნახე ნარატივი როგორ მუშაობს. ჩვენ ვერსად ვერ შევხვდებით აფხაზურ ისტორიოგრაფიაში აქცენტს იმაზე, რომ ქართული ეთნიკურად ქართველების ჩამოსახლების მსგავსი და თანასწორი პრობლემა იყო აფხაზისთვის რუსების და სომხების ჩამოსახლება, ხო? ყოველთვის აქცენტი კეთდება ქართველზე, ანუ მტრის ხატი ყოველთვის ქართველშია. და ამას რაღაცნაირად ამის დანერგვას ძალიან ძლიერად უწყობდა ხელს, რა თქმა უნდა, ჯერ цаრისტული მეფის რუსეთის იმპერია და შემდეგ საბჭოთა იმპერიაც მიუხედავად იმისა, რომ 30-იან წლებში განსაკუთრებით წარმოშობით ქართველი მესვეურები ყავს, ასე ვთქვათ, წამყვან პოზიციებზე, ხო, საბჭოთა კავშირში. ეს 1907 წლის ბროშურა ვახსენეთ და ეხლა მინდა რომ ეს აკადემიური ჭრილის მერე რაღაცნაირად გადავიდე პოლიტიკურ კონტექსტზე, ხო? პირველი მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთი რომ განადგურებულია როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, სამხედრო თვალსაზრისით, ეს ძალიან კარგად ვიცით ისტორიიდან და ვიცით ისიც რომ რევოლუციის მერე პრინციპში რუსეთი ცდილობს რომ ეს საერთაშორისო იზოლაცია რაღაცნაირად დაასრულოს და საერთაშორისო ასპარეზზე გახდეს, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ისევ ანგარიშგასაწევი ძალა, მაგრამ ამ დროს ჩვენთან რეგიონში რა ხდება? ჩვენთან რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ხდება ამ პერიოდში არის საქართველოს რუსეთს შორის, დამოუკიდებელ საქართველოს და რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ხელშეკრულება? ამ ხელშეკრულებით რუსეთმა პრაქტიკულად აღიარა
იმ დროინდელი დამოუკიდებელი საქართველოს საზღვრები ჩვენთვის საინტერესო რეგიონის მიმართულებით, მდინარე ფსოუზე, ხო? ყველა ისტორიკოსებმა, რა თქმა უნდა, კარგად ვიცით, რომ ამ ხელშეკრულებას არანაირი, ასე ვთქვათ, ფასი არ ქონდა რუსეთისთვის, საბჭოთა რუსეთისთვის, რადგან ერთ წელიწადში დაახლოებით 9 თვეში აქედან ხდება საქართველოს ოკუპაცია, ხო? მაგრამ 1920 წელს უკვე აფხაზეთში ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული სეპარატისტული სენტიმენტი. აი მაგალითად, საქართველოს ოკუპაცია ხდება 1921 წლის თებერვალში და იმავე წლის, ესე იგი, ერთ თვეში, პრაქტიკულად 31 მარტს, რევოლუციური კომიტეტების საქმიანობის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიაზე ხდება ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის გამოცხადება. ანუ სეპარატისტული ჯგუფები აფხაზეთში ახერხებენ იმდენი გავლენების მოპოვებას, რომ აცხადებენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას 1921 წლის 31 მარტს. ეხლა საინტერესო აქ რა არის, ნახეთ. ესე იგი, როგორ იქცევა მოსკოვი ამ შემთხვევაში? მოსკოვი არ აღიარებს ამ დამოუკიდებლობას აფხაზების დოკუმენტურად. აფხაზეთი არ არის მოხსენიებული მაგალითად იმავე 21 წლის 13 ოქტომბერს ყარსის ხელშეკრულებაში, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. მაგალითად არც ლენინის კორესპონდენციაში არ მოიხსენება აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნად და არც 1922 წლის 13 დეკემბერს ამიერკავკასიის ფედერაციის კონსტიტუციაშიც არ მოიხსენება დამოუკიდებელ ქვეყნად, ხო? ეხლა მინდა რომ ამ მომენტს რაღაცნაირად უფრო კარგად გავუსვა ხაზი, რატომ? იმიტომ რომ ასეთი მომენტი რაღაც მომენტში გამეორდება 1990-იან წლებში, როცა რუსეთი იზოლაციაში მოაქცევს აფხაზეთს, დსთ-ს იზოლაციის პერიოდი 1996 წლის შემდეგ. და რატო არის ეს საინტერესო? ესე იგი, ერთის მხრივ პირდაპირ საბჭოთა რუსეთის ინტერესებშია ის საქმიანობა და აქედან არის მართული, რა თქმა უნდა, ამ კომიტეტების და სეპარატისტული ჯგუფების საქმიანობა, მაგრამ მეორეს მხრივ ამ საკითხზე ისეთი ძლიერი აპელირება ამ შემთხვევაში რუსეთის მხრიდან იმ პერიოდში არ ხდება. საბოლოო ჯამში როგორ მოგვარდა 1921 წელს ეს ამბავი, ესე იგი, ეს აფხაზეთის საკითხი. 1921 წლის 16 დეკემბერს გაფორმდა სპეციალური შეთანხმება, ასე ვთქვათ, აფხაზეთსა და თბილისს შორის და ამ შეთანხმების მიხედვით აფხაზეთი ხდებოდა საქართველოს გავლით ამიერკავკასიის ფედერაციის, ასე ვთქვათ, წევრი ავტონომიის პრინციპზე და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ბიუჯეტითაც და ყველა სხვა, ასე ვთქვათ, სახელმწიფოებრივი რესურსებით აფხაზეთი იყო სრულად საქართველოს შემადგენლობაში. ეს იყო პრაქტიკულად ავტონომიის პრინციპი. და ამ ხელშეკრულებას, ესე იგი, ადგილი ჰქონდა 1921 წლის 16 დეკემბერს. ეს ხელშეკრულება განსაზღვრავდა აფხაზეთის სტატუსს. აი ცოტა უფრო მეტ დეტალსაც ვახსენებ ამ შემთხვევაში 20-იანი წლების კონტექსტში, ესე იგი, იგივე სტატუსით 1924 წლის საბჭოთა კონსტიტუციის მე-15 მუხლშიც აფხაზეთს ჰქონდა ავტონომიური სტატუსი. ანუ დოკუმენტებს რო გავყვეთ, ოფიციალურად საბჭოთა კონსტიტუცია 1924 წლის აფხაზეთს უწოდებს ავტონომიურ ერთეულს და არა დამოუკიდებელ სახელმწიფოს. თითქოს ყველაფერი ცხადია, ხო? ანუ თითქოს ყველაფერი გარკვეულია, მაგრამ რა ხდება 1925 წელს სეპარატისტული ისევ ეს ჯგუფები აფხაზეთში, რომელთაც ჰქონდათ გარკვეული გავლენები. 1925 წლის თებერვალ-მარტში, 3 მარტს კონკრეტულად იღებენ კონსტიტუციას, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას უსვამს ხაზს. მაგრამ ეს კონსტიტუცია ცოტა ისეთი რაღაცნაირი, ასე ვთქვათ, ურთიერთწინააღმდეგობრივი დოკუმენტი აღმოჩნდა და რატომ? ესე იგი, მე-4 მუხლი კონსტიტუციის ხაზს უსვამდა იმას, რომ აფხაზეთი საქართველოს გავლით ხდება ამიერკავკასიის ფედერაციის წევრი და მე-5 პუნქტი ამბობდა იმას, რომ აფხაზეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეს წინააღმდეგობა იმდენად, ასე ვთქვათ, თვალსაჩინო იყო, რომ თვითონ აფხაზეთის ССР-ს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე მაშინ ცნობილი ნესტორ ლაკობაცკი აკრიტიკებდა ამ კონსტიტუციას და აი რუსულიდან თუ გადმოვთარგმნით პირდაპირ ამბობდა, რომ კონსტიტუცია ცოტა სულელურად იყო შედგენილი. აი დაახლოებით
აი სიტყვა გლუპის იყენებს რა ამ შემთხვევაში. საინტერესო არის ის, რომ ეს კონსტიტუცია არ გამოქვეყნებულა არასოდეს. არასოდეს არა, 60-იან წლებამდე უბრალოდ. 60-იან წლებამდე ეს კონსტიტუცია არ ყოფილა არასდროს გამოქვეყნებული და შესაბამისად ძალაშიც არ შესულა. სამაგიეროდ ძალაში შევიდა 1927 წლის კონსტიტუციაზე. განსაზღვრა აფხაზეთის სტატუსი. განსაზღვრა აი ასე. აფხაზეთი წარმოადგენდა მუშათა და გლეხთა სოციალისტურ რესპუბლიკას, რომელიც სპეციალური ხელშეკრულებით, ესე იგი აი 1921 წლის 16 დეკემბრის ხელშეკრულებით, დაკავშირებული იყო საქართველოს SSR-სთან და მისი გავლით ხდებოდა ამიერკავკასიის ფედერაციის, ესე იგი ASFSR-ს წევრი. ამით დასრულდა საუბარი, ასე ვთქვათ, ამით 20-იან წლებში, ასე ვთქვათ, დასრულდა ეს კონსტიტუციური პაექრობა თუ რა ვიცი რაღაცა დისკურსი თუ რასაც დავარქმევთ აფხაზეთის სტატუსის შესახებ. ესე იგი კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ 1927 წელს აი ამ კონსტიტუციური ბატალიების შემდეგ საბოლოო ჯამში აფხაზეთის სტატუსი იყო შემდეგი. აფხაზეთის მუშათა და გლეხთა სოციალისტური რესპუბლიკა სპეციალური ხელშეკრულებით დაკავშირებული საქართველოსთან მისი გავლით ხდება ASFSR-ს წევრი. მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ იყო კონფლიქტის დასასრული და ამან არ ამოწურა არაფრით ის კონფლიქტი, რომელიც აფხაზეთში უკვე არსებობდა და 30-იან წლებში ჩვენ გვაქვს ცვლილებები, ასე ვთქვათ, ამ კონსტიტუციაში. საინტერესო რატო არის ეს კონსტიტუცია, აი ორი სიტყვით კიდევ დავამატებ, რომ აი მაგალითად 1927 წლის აფხაზეთის კონსტიტუციაში მერვე მუხლის მიხედვით სახელმწიფო უწყებებში ოფიციალური ენები იყო 3 ენა, ესე იგი აფხაზური, ქართული და რუსული. მაგალითად 92 მუხლი ამ კონსტიტუციის ამბობდა, რომ აფხაზეთის SSR-ს ბიუჯეტი წარმოადგენდა საქართველოს ბიუჯეტის ნაწილს. მაგრამ, აი ამ ასე ვთქვათ, დათქმების მიუხედავად, მოსკოვში სხვა გეგმები აქვთ ამ დროს საერთოდ და ეს გეგმები არის მიმართული რაზე? ეს ხო 30-იანი წლებია, ესე იგი მიმდინარეობს სტალინისტური ცენტრალიზაციის პოლიტიკა, ყველა მიმართულებით აბსოლუტურად და რა თქმა უნდა, ქვეყნის მოწყობის საკითხიც, ხო? ამ ცენტრალიზაციის მიღმა ვერ დარჩებოდა. მით უმეტეს საბჭოთა ისტორიით დაინტერესებულმა ადამიანებმა კარგად იციან, რომ სტალინის ხედვა საბჭოთა კავშირის მოწყობის მთავარი განმასხვავებელი სტალინის და ლენინის ხედვის ამ შემთხვევაში იყო რა? ლენინი თუ უფრო ფედერალისტური მოწყობის მომხრე იყო და გარკვეულ თავისუფლებებზე აკეთებდა აქცენტს, ყოველ შემთხვევაში წერილობით მაინც სტალინი იყო პირიქით უნიტარული სისტემის მომხრე. ხო, სტალინის ქვეშ ჩვენ პრაქტიკულად არ გვაქვს ილუზია იმის, რომ, არც მაშინ ქონდათ ამის ილუზია, ასე ვთქვათ, მაღალ ეშელონებში საბჭოთა კავშირში, რომ სტალინის, ასე ვთქვათ, მმართველობის დროს ჩვენ გვექნებოდა რაღაც ფედერალისტური ან რაღაც კონფედერალისტური მოდელი, ხო? უნიტარულ მოდელზე იყო საუბარი. შესაბამისად 1936 წელს, როდესაც ამიერკავკასიის ფედერაცია იშლება, ეს არის პირდაპირ სტალინის ცენტრალიზაციის, ასე ვთქვათ, სტრატეგიული გეგმის ნაწილი. ზუსტად ამ გეგმაში ჯდება ის, რომ აი მაგალითად ავტონომიური სტატუსი, ესე მკვეთრად ავტონომიური სტატუსი ხაზგასმულად, ასე ვთქვათ, ენიჭება აფხაზეთს. ეხლა მე ხო უკვე ვახსენე, რომ 1927 წლის კონსტიტუციაში აფხაზეთი წარმოადგენდა მუშათა და გლეხთა სოციალისტურ რესპუბლიკას, ხო? ფორმულირებას დავაკვირდეთ, ხო? ეს ფორმულირება შეიცვალა 1931 წელს. სინამდვილეში ფორმულირება შეიცვალა, მაგრამ არსებითად ხო იგივე დარჩა აფხაზეთის სტატუსი, მაშინაც პრაქტიკულად ავტონომიის პრინციპებით მუშაობდა, ხო? 1927 წლის კონსტიტუციის მიხედვით. მაგრამ 1931 წელს აი ეს ფორმულირება შეიცვალა და აფხაზეთს ეწოდა ოფიციალური ავტონომია, ხო? საბოლოოდ მოხდა ის, რომ 36 წელს ამიერკავკასიის ფედერაციას დაიშალა და აფხაზეთმა ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი მიიღო უკვე უშუალოდ საქართველოს შემადგენლობაში. ესე იგი ის დათქმა, ის სპეციალური შეთანხმება, რომლითაც საქართველოს გავლით ამიერკავკასიის წევრი ხდებოდა და ასე შემდეგ, უბრალოდ გაქრა. იმიტომ რომ გაქრა ამიერკავკასიის ფედერაცია. ამ შემთხვევაში აფხაზეთი არის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში. და ზუსტად აქედან იწყება, ასე ვთქვათ, აი თუ ისტორიოგრაფიას გადავხედავთ
ის სეპარატისტულ ისტორიოგრაფიას. Ну, რა თქმა უნდა, 1930-იან წლებში არის ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, აქცენტები გაკეთებული, მიიჩნევა რაღაც ესეთი ექსპანსიონისტურ ნაბიჯად ეს ყველაფერი, ქართულ ექსპანსიონისტურ ნაბიჯად, ესე იგი აფხაზეთის ექსპანსია საქართველოს მიერ, ეს არის, ასე ვთქვათ, ისტორიოგრაფიის კონტექსტი. და აი ამ კონტექსტში შემოდის ძალიან, ასე ვთქვათ, მტკივნეული საკითხი, რასაც ქვია განათლების რეფორმა და ენის საკითხი. Demografიული საკითხები ასევე 30-იან წლებში. ესე იგი 30-იან წლებში ძალიან ბევრი მტკივნეული საკითხი წარმოიჭრა აფხაზეთში კონკრეტულად და რა საკითხები იყო ეს. ესე იგი 1938 წლის SSRK კომუნისტური პარტიის CK-ს საორგანიზაციო ბიუროს დეკრეტით 1938 წლის 24 იანვრის დეკრეტით საბჭოთა კავშირის მასშტაბით დაიწყო სასკოლო რეფორმა და ამ რეფორმის მიზანი იყო სპეციალური ეროვნული სკოლების, აი როგორიც იყო მაგალითად ქართული, ესტონური, ბერძნული სკოლები, ხო? ეს სკოლები უნდა გადასულიყო საბჭოთა სასწავლო პროგრამებზე. და ნუ შესაბამისი მედიუმია ხო საჭირო ამ დროს ენა რაღაც გარკვეულ ერთ ენაზე გადასვლა და სტანდარტიზება ამ ყველაფრის ხო ნუ მოხდა ისე რომ გადაწყდა რომ ავტონომიურ რეგიონებში ავტონომიურ ერთეულებში უნდა მომხდარიყო ენის შეცვლა მოკავშირე რესპუბლიკის ენაზე საკომუნიკაციო საგანმანათლებლო სისტემაში მანამდე რა ხდებოდა? ნუ აფხაზეთში პრაქტიკულად აფხაზურ ენაზე სწავლება ისედაც არ ხდებოდა სრული, ასე ვთქვათ, სასკოლო კურსის მანძილზე. აფხაზურად სწავლობდნენ პირველიდან მეოთხე კლასამდე, შემდგომ რუსულად იყო სწავლა, ხო? ამიერიდან, ხო, აი ესე იგი 38 წლის რეფორმის შედეგად, ამიერიდან რუსული ენა უნდა ჩაენაცვლებინა ქართულ ენას. და ამას ჰქონდა გარკვეული ახსნაც. ნუ ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ესეთი მეცნიერული ახსნა იყო ის, რომ აფხაზური ენა უფრო მეტ სპეციფიურ, ასე ვთქვათ, მსგავსებას, ლინგვისტურ მსგავსებას პოვებდა ქართულ ენასთან, ვიდრე რუსულ ენასთან. ეს კიდევ ერთი ირონიაა, იმიტომ რომ ნუ ეხა ისტორიიდან ხო გვახსოვს, რომ აფხაზური დამწერლობა იქნება პეტრე უსლარის მიერ, ხო, რუსი პროფესორის მიერ 1862 წელს, ხო? და ანუ როგორ манипуლირებს იმპერია რო დავაკვირდეთ ხო ანუ ჯერ ანბანის შექმნა რუსულად მერე რუსულად სწავლება შემდეგ ანუ რუსული გავლენები და ახლა უცებ 1938 წელს ქართულზე უნდა გადავიდეს ქართულ ენაზე ეს მოდელი ეს მე მახსენებს აი ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსებს მე ალბათ პოდკასტისთვის თუ როდესმე გავაკეთებთ და გვექნება იდეა რომ ცხინვალის კონფლიქტზეც გავაკეთოთ, იქ არის ერთი საინტერესო ასპექტი. ზუსტად ამ პერიოდში ჩრდილოეთში უნდა გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, კაცო, ახლა ამას ორი აზრი არ არის აუცილებლად. და რატო ნახე? ესე იგი ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები ეთნიკური ოსები მაშინ გადადიან რუსულ გრაფიკაზე, კირილიცაზე. მაშინ როდესაც სამხრეთში მცხოვრები ოსები არიან ლათინურ გრაფიკაზე. ანუ ესეც მეანიშნებს როგორი ასე ვთქვათ ну ზერელე და არც ისეთი ასე ვთქვათ ღრმა და მეცნიერულად გამყარებული არგუმენტაცია ქონდა ხოლმე იმპერიას უმცირესობების მიმართ, ეთნიკური უმცირესობების მიმართ. ну ასეთი იყო კონტექსტი და ხო, ესე იგი ეს ენობრივი საკითხი ვახსენეთ და აქ შემოდის უკვე დემოგრაფიული საკითხიც. ეს საკითხი ჩვენ შეგვხვდება ყველგან, ანუ აბსოლუტურად ნებისმიერი ლიტერატურა რაც არ უნდა ვნახოთ აფხაზეთის საკითხზე, ხო, ყველგან არის, ну, ერთ-ერთი უმთავრესი ეტაპი, ასე ვთქვათ, ამ კონფლიქტის ის, რომ 1937-53 წლებში აფხაზეთში ქართული მოსახლეობის რიცხვი იზრდება. იზრდება იმდენად, რომ ქართველები, ну, ამ დემოგრაფიული პოლიტიკის შემდეგ ქართველები შეადგენენ 24%-ს მოსახლეობის აფხაზეთში, მაშინ როდესაც ეთნიკური აფხაზები 18% არიან, ხოლო რუსები კი, ეთნიკური რუსები კი 19% შეადგენს მათი რაოდენობა აფხაზეთში. და ნუ სეპარატისტულ ისტორიოგრაფიას თუ შევხედავთ, ამ პერიოდს ისინი უწოდებენ კოლონიზაციის პერიოდს. კოლონიზაციის პერიოდს, ოღონდ ნუ კოლონიზაცია, რა თქმა უნდა, ქართულ კონტექსტში. ხო, აქ ბერია წამოტივტივდება. ბერიას ფაქტორი წამოტივტივდება, რა თქმა უნდა, ბერიას ურთიერთობები, ნუ ნესტორ ლაკობასთან, შემდეგ ლაკობას
თბილისში ჩამოსვლის ეპიზოდი, ამ ასე ვთქვათ, მისტიკით მოცული მისის სიკვდილი, ხო? და ნუ ისრები მოდის, რა თქმა უნდა, ბერიაზე და პრინციპში აქ რა მომენტი გვაქვს? ეს ჩემს წიგნშიც მაქვს ხაზგასმული და სხვა ავტორებთანაც შემხედრია ეს ბევრჯერ. ესე იგი, ნუ ჩვენ პრინციპში არ უნდა უარყოთ ის, რომ გარკვეულწილად ბერია ატარებდა ბერიას ეს პოლიტიკა ერთის მხრივ ნამდვილად იყო საქართველოსთვის ასე ვთქვათ სასარგებლო, ხო, აფხაზეთთან მიმართებაში. მაგრამ მეორეს მხრივ, აი სუფთა კონფლიქტოლოგიური თვალსაზრისით რო შევხედოთ, ხო? არც ისეთი სასარგებლო გამოდის ეს პოლიტიკა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ აფხაზეთში ხდება ქართული ეთნიკური ელემენტის დაწინაურება, ხო? და რატო არ არის სასარგებლო? იმიტომ რომ აფხაზეთში უკვე საკმარისზე მეტად ჰქონდა თვითონ იმპერიას, ჯერ მეფის რუსეთის და შემდეგ საბჭოთა რუსეთის იმპერიას, საკმარისზე მეტად იყო უკვე სიტუაცია დაძაბული იმისთვის, რომ ბერიას ეს ნაბიჯი ყოფილიყო, ასე ვთქვათ, რაღაცა სიტუაციის განმუხტავი, ასე ვთქვათ, ხო? ანუ როგორც არ უნდა შევხედოთ, ჩემი აზრით, ჩვენ უნდა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქართული კონტექსტით ვუყურებთ, ხო, სიტუაციას, ბერიას ეს ნაბიჯი პრინციპში უფრო მეტად ართულებდა და უფრო მეტად ძაბავდა, ასე ვთქვათ, სიტუაციას აფხაზეთში, ხო? და ზუსტად ამის გამო ხდება, აი მაგალითად 1957 წლის კონტექსტი რა იყო, ხო? ესე იგი, ამ ყველაფრის შემდეგ, ამ ენის რეფორმის შემდეგ, ამ დემოგრაფიული რეფორმის შემდეგ 1957 წელს ხდება პავლე ენგოროყვას აი ამ ცნობილი ნაშრომის გამოქვეყნება, რომელსაც ქვია ესე სათაურად ვინ იყვნენ მეფენი ხრომთანი და სინამდვილეში უпростоრად გიორგი მერჩულეზე იყო ასე ვთქვათ სათაური გიორგი მერჩულეს ტექსტს ეხებოდა და სინამდვილეში იყო ასე ვთქვათ მეცნიერულად გარჩეული აფხაზების წარმომავლობის საკითხი, ხო? ხო და ნუ რა თქმა უნდა ამ ნაშრომში ხაზგასმული იყო ზუსტად ის შეხედულება, აი თავინა რაც ვახსენე, რომ იყვნენ ქართველები, აბაზგები და აფსილები, ესე ცალსახად და ეს ეთნიკური აფსუა ელემენტი, რომელიც ჩამოდის ჩრდილოეთიდან დაახლოებით მე-17 საუკუნეში, მოირგეს სახელი აფსუა, ასე ვთქვათ, და მათ დაირქვეს, ასე ვთქვათ, აფხაზები, ეს პოპულარული ნარატივის დონეზე რო გამომარტივოთ, ხო? ნუ რა თქმა უნდა, ამას დიდი მღელვარება მოყვა აფხაზეთში და საინტერესო რა არის, რომ 57 წლიდან მოყოლებული 80-იანი წლების ბოლომდე პრაქტიკულად ყოველ 10 წელიწადში ერთხელ აფხაზეთში იყო მღელვარება, ანტიქართული გამოსვლები. ნუ სეპარატისტულ ჯგუფში. და თავარი ლოზუნგი აი ძალიან რო განვაზოგადოთ, ხო? ყოველ 10 წელიწადში ერთხელ აფხაზი პრაქტიკულად ითხოვდა რუსეთთან შეერთებას, ანუ საბჭოთა რუსეთთან შეერთებას. აი ეს არის პარადოქსი აქ. ესე იგი, ერთის მხრივ სეპარატისტული პარადოქსი სად არის? სეპარატისტული პარადოქსი არის იმაში, რომ ითხოვს დამოუკიდებლობას ეს ნარატივი, ხო? ხას უსვამს დამოუკიდებლობას და მეორეს მხრივ ყოველ 10 წელიწადში ერთხელ მიმართავენ თხოვნით ცენტრს მოსკოვს, რომ აფხაზეთი გახდეს ნაწილი საბჭოთა რუსეთის. ეს არის პარადოქსი. რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ პრაქტიკულად ეს გამოსვლებიც, ხო? ვის ინტერესში შედიოდა პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შედიოდა ცენტრის, ისევ და ისევ მოსკოვის ინტერესში, ხო, რომ ყოფილიყო, ასე ვთქვათ, მუდმივი დაძაბულობის კონტექსტი ადგილზე. და ნუ 60-იანი, 80-იანი წლები, როგორც თქვით, ნუ 80-იანი წლებიდან, რა თქმა უნდა, ეროვნული მოძრაობის წინაპლანზე წამოწევასთან ერთად უფრო მეტად დაიძაბა ვითარება აფხაზეთშიც, მაგრამ ნუ რახან ჩვენი ფორმატი, ასე ვთქვათ, არ არის უსასრულო, ვეცდები რომ რაღაცნაირად შევაჯამო და ყველაზე მთავარ ეპიზოდზე გადავიდე. ყველაზე დამაინტრიგებელი, ასე ვთქვათ, და მაესკალირებელი მომენტი არის 1990 წლის 3 აპრილის კანონი. ესე იგი, 1990 წლის 3 აპრილს, ჯერ კიდევ გორბაჩოვის ადმინისტრაციამ გამოსცა ესეთი კანონი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემთხვევაში საბჭოთა რესპუბლიკებში არსებული ავტონომიური ერთეულებს აძლევდა უფლებას, რომ ჩაეტარებინათ რეფერენდუმი საკუთარი
სტატუსის შესახებ. იქნებოდა ეს დამოუკიდებლობა, იქნებოდა ეს საბჭოთა კავშირში დარჩენის, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება თუ რა იქნებოდა, ხო? პრაქტიკულად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი თავიდან ისევ შენს კითხვას დავუბრუნდები, ნიკა, აი რომ დავუსვით კითხვა, ხო? ანუ რუსეთის როლი, საბჭოთა რუსეთის როლი როგორ იყო გამოკვეთილი, ხო? აი ასე იყო გამოკვეთილი. ესე იგი, კანონი, რომლის მიხედვითაც როგორც კი ცენტრში ხვდებიან იმას, რომ აი ძალიან ახლოა დამოუკიდებლობის გამოცხადება საქართველოში, უცებ ძალიან სწრაფად და ძალიან ესეთ მობილურად ხდება ამ კანონის შემოღება. 1990 წლის 3 აპრილის კანონი, რომელიც აძლევს უფლებას ავტონომიურ ერთეულებს, რომ საკუთარი ბედი თვითონ გადაწყვიტონ. უნდათ იყვნენ დამოუკიდებლები, უნდათ დარჩნენ მოკავშირე რესპუბლიკაში, უნდათ გახდნენ საბჭოთა რუსეთის წევრები. ნუ, ასე ვთქვათ, ამ თავისუფლებას ანიჭებს. ეხლა რა თქმა უნდა, ისტორიიდან ჩვენთვის კარგად ცნობილია ეს რეფერენდუმი, ასე ვთქვათ, რა შედეგითაც სრულდება და ჩვენთვის ეს შედეგი ნამდვილად არ იყო, ასე ვთქვათ, საზურველი შედეგი. ნუ, რა თქმა უნდა, ამ კანონმა ააფეთქა სიტუაცია. იმის გათვალისწინებით, რომ 1999 წელს, ესე იგი 1 წლით ადრე ამ კანონამდე უკვე იყო ლიხნის წერილის ეპიზოდი, რომელმაც ააფეთქა სიტუაცია აფხაზეთში, შემდეგ მოხდა სახელმწიფო უნივერსიტეტის გაყოფა, ხო, ანუ სოხუმის უნივერსიტეტის გაყოფა ქართულ-აფხაზურ ნაწილებად და ნუ ამ შემთხვევაში შემდეგ უკვე 1992 წელს მივდივართ უშუალოდ ომის კონტექსტამდე. ისე საინტერესო არის ისიც, რომ არძიმბას დანიშნასო აი ჩვენს რეალობაში არის ესეთი მოსაზრებაც, რომ განაზვიად გამსახურდია არ მოაწერაო ხელი არძიმბას დანიშნას პოსტზე. კი ბატონო, მოაწერა ზვიად გამსახურდიამ ხელი მის დანიშნას, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ საკითხის წარმოჩენა როგორც მთავარი, ასე ვთქვათ, კონფლიქტის წყაროსი არ მიმაჩნია სწორად და რატომ? იმიტომ რომ ძალიან დიდი მობილიზაცია იყო პრინციპში და მონდომება მოსკოვიდან იმის, რომ სიტუაცია აფეთქებულიყო აფხაზეთში ისედაც. არძიმბას ჩართულობით ან მისი ჩართულობის რაღაც X პიროვნებას თუ წარმოვიდგენდით არძიმბას პოზიციაზე აფხაზეთში, ჩემი აზრით დიდად არ შეიცვლებოდა სურათი. და რატომ ამბობ ამას? იმიტომ რომ მაგალითად არძიმბას სიტყვები მაფიქრებინებს, აი მოიაზრება რომ არძიმბას აქვს, ახლა ნუ აი ზუსტად წყარო არ ვიცი, ასე ვთქვათ, ნამდვილად თქვა თუ არა მან ეს, მაგრამ რამდენიმე წყაროში შემხედრია, ასე ვთქვათ, პერიფრაზირებული მისი სიტყვები, რომ მას აქვს ასეთი რამ ნათქვამი, რომ ჩვენ ნებისმიერ ფასად ვაიძულებთ ქართველებს, რომ გვესროლონ. და ეს არის მნიშვნელოვანი რატომ? იმიტომ რომ აქ არძიმბას ფაქტორი არ არის გადამწყვეტი, აქ არის გადამწყვეტი ის, რომ სეპარატისტული მუხტი იმდენად არის მომძლავრებული. ამ მუხტს იმხელა მხარდაჭერა აქვს სამხედრო და პოლიტიკური მოსკოვიდან და პლუს ლეგიტიმურიც ისევ აი ამ 3 აპრილის კანონს რომ მიუბრუნდეთ, ხო? რომ აფხაზეთში სიტუაციის ესკალირება და ომამდე მისვლა პრინციპში გარდაუვალი იყო. და საინტერესო ის არის, რომ აი მაგალითად რა ტიპის სამხედრო დახმარება გაუწია რუსეთმა. აი ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ რუსეთი იყო ჩართული, ხო? და ეხმარებოდა სეპარატისტულ მხარეს, ხო? აი კონკრეტულად როგორ, აი ციფრებშიც კი ვიცით დღეისთვის ეს მონაცემები, აი მაგალითად ფსკოვის ქვედანაყოფები, სამხედრო ქვედანაყოფები 355 საჰაერო და სახმელეთო ნაწილები იყვნენ აფხაზეთში და იბრძოდნენ სეპარატისტების მხარეს. იყო საჰაერო თავდაცვის საზენიტო სარაკეტო 653 პოლკი ბომბორის აეროდრომზე განლაგებული, ასევე 529 საავიაციო პოლკი, შავი ზღვის ფლოტი იყო მობილიზებული, სხვათა შორის პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. გარდა ამისა, თვითონ არძიმბას მრჩეველი იყო ასეთი დემიანოვი, რომელიც თავადაც ღიად საუბრობდა, ასე ვთქვათ, რუსულ დახმარებაზე. მაგალითად, აი მხოლოდ ზემოაღნიშნულ საჰაერო თავდაცვის 653 საზენიტო სარაკეტო პოლკს სეპარატისტები მოუმარაგებია აი ციფრებით ამ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ 984 შაშხანით, 18 ტყვიამფრქვევით, 500 ხელყუმბარით, 600 სასიგნალო შაშხანით, ანუ ამაზე თვითონ ის, ანუ რუსული და აფხაზური მხარეები ზღიად საუბრობდნენ.
და სხვათა შორის ამას წინათ აფხაზურ არხებსაც უსმენ ხოლმე და ერთი აფხაზი ისტორიკოსი არა, უფრო ალბათ ანალიტიკოსი. ყოველ შემთხვევაში მისი წიგნები არ შემხედრია. ხო, მოკლედ რას უსვამდა ხას, იცი, რომ აი ქართველები ამბობენ, რომ რუსეთი გვეხმარებოდაო აქტიურად, ხო, აფხაზებსო და კი, მაგრამ რუსები ხომ ქართველებსაც ეხმარება, რუსები ხო ქართველებსაც აწვდიდენო, ქართულ მხარესაც იარაღსო, პრინციპში ეს კითხვა დასვა მან რა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა ეს მართალია, ხო? ჩვენი ნაწილები თენგიზ კიტოვანის მეთაურობით, რომლებიც შედიან აფხაზეთში 92 წელს, რა თქმა უნდა, ჩვენც რუსული იარაღით შევედით, ხო? შესაბამისად, ეს თითქოს აი ამ ნარატივმა, აი ამ სეპარატისტულმა ნარატივმა, რაც ამ ექსპერტისგან თუ ანალიტიკოსისგან მოვისმინე, რაღაც მომენტში თითქოს ცდილობენ რომ განეიტრალონ, მერე რა რომ რუსეთი გვეხმარებოდა აფხაზებს, ქართველებსაც ხო ეხმარებოდა და თითქოს ამით განეიტრალდა, თითქოს ამით მოგვარდა ეს საკითხი, რომ დაახლოებით 300,000 ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დატოვა აფხაზეთში, ხო? აი ესეთი ნარატივების რაღაცნაირად აღრევაც ხდება ხოლმე. ასე რომ ეს არის ციფრებში გამოსახული რუსეთის სამხედრო დახმარების ეპიზოდები. და ახლა პრინციპში მინდა რომ აი მოკლედ შევეხო უკვე ვისაუბროთ აი კონფლიქტის დარეგულირებისთვის რა გაკეთდა და რა ფორმატები გვაქვს ზოგადად, აი აფხაზეთის ომის შემდეგ რა მოხდა, რა ხელშეკრულებები გაფორმდა, ცოტათი იმასაც შევეხები პრინციპში, ჩვენში პოპულარულად გავრცელებული აზრები ხო არის ის, რომ აი შევარდნაძემ ჩააბარა აფხაზეთი, მერე ახლანდელი ნარატივი ის, რომ აი მიშამ ჩააბარა იქ რაღაცა, ხო? კი ბატონო. ყოველთვის ტერიტორიის დაკარგვის მერე საერთოდ რომელიმე სახელმწიფოში, აი მით უმეტეს აი მე-18-19 საუკუნეების შემდეგ, ეს ძალიან პოპულარული ისა, მიდგომა ყოველთვის ვრცელდება ხოლმე მასეთი ისინი, ხო? აი მაგალითად მე ხა გუშინ საუბრობდით ჩვენ, აი შედარებაა, მაგრამ მე-19 საუკუნის ისტორიაზე საუბრობდით, კერძოდ იტალიის გამათავისუფლებელ ომზე და მოუკიდებლობის ომზე რა, იტალიისა. და იქ იყო საუბარი იმაზე, რომ კაური თავისუფლად თუ გახსოვს, ნიცა და სავოია აჩუქა გადასცა საფრანგეთს, იმისთვის რომ იტალია გაეერთიანებინა სამაგოდ საფრანგეთის დახმარებით, ხო? ფაქტობრივად ესე გამოვიდა. მაგრამ შემდგომში, რადგან იტალიის მთლიანად გაერთიანება მაშინ მომენტში ვერ მოხდა და ვენეცია დარჩა ავსტრიას, იტალიის მან წაიღო ის ნაწილები, ხოლო სამხრეთ იტალია ჯერ არ იყო შეერთებული ჩრდილოეთთან, კაურის ამის გამო გადადგომაც მოუწია და კი არა ძალიან გააშავეს კიდევაც და დააბრალეს რომ მანო ტერიტორიები დაკარგაო, ასე ვთქვათ, იმას რომ გაყიდაო რა ტერიტორიებიო, ასე ითქვა თავის დროზე, მაგრამ შემდგომში აღმოჩნდა რომ თლად ეს არ იყო სწორი კი არა, პირიქით კაური ყოფილა მთავარი სულისჩამდგმელი იტალიის გაერთიანებისა, მაგრამ იმ მომენტში საერთოდ და ზოგადად ხა ტერიტორიის დაკარგვა ძალიან მტკივნეულია, ხო? შესაბამისად ვიღაცაზე პასუხისგებლობა უნდა გადავიდეს და ამ შემთხვევაში ჩვენთანაც ძალიან ხშირად არის ხოლმე ამაზე საუბარი, ძალიან ზედაპირულად უმეტეს შემთხვევაში. რა თქმა უნდა. და თუ გავითვალისწინებთ იმას, აი შენ ახსენე ხა ძალიან ზუსტად მე-19 საუკუნეო, ხო? მე-19 საუკუნიდან მოყოლებულიო და მე-20-ე გაგრძელებული. პოპულიზმი, ჩემი აზრით, ამის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ახსნა იქნება რა. იმიტომ რომ პოპულიზმი შემოდის პოლიტიკაში ძალიან დიდი დოზით, ხო, პრაქტიკულად განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში. და მარტივია ხალხისთვის დაჯერება იმისა, რომ მაგალითად თუ აი კაბურის მაგალითი ავიღოთ, თუნდაც, თუ ამ ადამიანმა განახორციელა ეს მოქმედება, ესე იგი მან გადასცა ტერიტორია და პრინციპში მოდი მივაწებოთ მოღალატის იარლიკი, ხო, რაღაცა ესეთი. როგორც პოპულისტური მესიჯები ეს მუშაობს, ხო, პრინციპში ყოველთვის მთელი მე-20 საუკუნის მანძილზე, მაგრამ ჩვენ ისტორია გვჭირდება რისთვის, ისტორიული დისკურსი გვჭირდება იმისთვის, რომ ზუსტად აი ეს რეტროსპექტივაში შევხედოთ რაღაც თვალსაზრისით, ხო? აი ხა აფხაზეთში რა ხდება? ესე იგი ომი დასრულდა და 93 წელს და 1994 წლის 1 დეკემბრიდან ჩვენ გვაქვს პრაქტიკულად გაიხსნა ჟენევის დისკუსიები, რომელიც დღემდე ასე ვთქვათ გრძელდება და მცირე სახესხვაობებით, მცირე ცვლილებებით 2008 წლის ომის შემდეგ, მაგრამ ეს ფორმატი ჯერ კიდევ გვაქვს. ესე იგი, გარდა ამისა, ჟენევის დისკუსიებთან ერთად, ამ პერიოდში ხდება ძალიან საინტერესო ერთი შეთანხმება აფხაზურ და ქართულ მხარეებს შორის.
ჯენტლმენური შეთანხმება ქვია ამ შეთანხმებას. ესე იგი, ეს ეხება ელექტროენერგიის საკითხს. ენგურჰესის საკითხს. ანუ ომის შემდეგ დარეგულირდა ეს საკითხი. საინტერესოა, როგორც თვითონ ფორმა რა ამ შეთანხმების და რატო. იმიტომ რომ ხა 2 დღის წინ ალბათ შენც აქტიურად კითხულობ აფხაზეთის ამბებს და ალბათ შენც ნახავდი რომ 2 დღის წინ იყო ენგურჰესის დირექტორის შეხვედრა აფხაზეთის ერთ ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ წარმომადგენელთან და განიხილავდნენ აი ამ შეთანხმებას, აი ამ ჯენტლმენურ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ენგურჰესის გამომუშავებული ენერგიის 40% უფასოდ, ანუ აფხაზეთი არ იხდის ამ 40%-ის საფასურს. 60% მოდის საქართველოში, ხო? და ამ შეხვედრაზე ძალიან საინტერესო დიალოგი შედგა, ესე იგი ამ ადამიანებს შორის, ენგურჰესის დირექტორსა და ამ აფხაზ ოპოზიციონერს შორის. საუბარი იყო რაზე? ესე იგი, ეს ენგურჰესის დირექტორი, ასე ვთქვათ, ამბობს, რომ ცოტა უსამართლო ხომ არ არის ის, რომ 240,000-იანი მოსახლეობით აფხაზეთი პრაქტიკულად იგივე რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს, რასაც 1,500,000-იანი თბილისი. და პასუხად აფხაზი ოპოზიციონერისგან ვისმენთ რას? და მერე რა, ამით ენგურჰესის წყლის დონე იკლებსო? დაახლოებით ესეთი პასუხი გასცა რა და. ანუ რისი თქმა მინდა, იცი, ამით მინდა რომ ხაზი გავუსვა მთლიანად აი ამ შეთანხმების აბსურდულობას და ძალიან, როგორ ვთქვა, უტრირებაც კი აღარ არის, ეს არის რაღაცა გახალხურება თუ რაღაცა ესეთი თემის ელემენტების შემოტანა, აი ორ თემს შორის რომ მოხდებოდა სადღაც შუა საუკუნეებში შეთანხმება, ხო, დაუშვათ, სადაც არანაირი ქაღალდს არ მოაწერდნენ, არანაირ დოკუმენტს არ მოაწერდნენ ხელს და შემდეგ უბრალოდ ესეთ სიტყვიერი განსჯის საგანი გახდებოდა შეთანხმება, ხო? აი ესეთი პარადოქსული შეთანხმება, ეს ჯენტლმენური შეთანხმება, ესე იგი, რაც არსებობს ქართულ აფხაზურ მხარეებს შორის. რომელმაც აგერ 2 დღის წინ აი ესეთი რაღაცნაირი დიალოგი გამოიწვია ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის. ხო, ამის შემდეგ ქრონოლოგიურად მივყვები შეთანხმებებს. ესე იგი, 95 წლის 22 მარტს მოხდა საქართველოსა და რუსეთს შორის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ჩვენ რუსეთს ოფიციალურად მივეცით უფლება, რომ ჩვენს ტერიტორიაზე 4 წერტილში ახალ ქალაქში, ვაზიანში, ბათუმში და გუდაუთაში 25 წლით განელაგებინა ბაზები, ხო? ანუ ჩვენ როდესაც რუსეთის როლზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების გააზრება და რატომ? ჯერ ჩვენ გავხდით დსთ-ს წევრები, ანუ ძალით შეგვათრია, ასე ვთქვათ, რუსეთმა ამ ომებით, აფხაზეთის და ცხინვალის ომით დსთ-ში, ხო? თუმცა ეს არ იყო საკმარისი. ანუ საკმარისი იყო, ანუ რუსეთისთვის საჭირო იყო საქართველოზე უფრო ძლიერი კონტროლის განხორციელება, ხო? როგორ შეიძლება ხა ყველაზე ძლიერად კონტროლის განხორციელება შეიძლება, რა თქმა უნდა, სამხედრო თვალსაზრისით, ხო? ესე იგი, რუსული ჯარი უნდა ყოფილიყო აქ. ჩვენ მოვაწერეთ რუსეთთან ხელი, აი ვარდიკო ნადიბაიძე იყო მაშინ თავდაცვის მინისტრი, რომელმაც მოვაწერა ხელი, ამ შეთანხმებას და აი ამ 4 პუნქტზე ჩვენ გქონდა რუსული ბაზები განთავსებული. ეს ის რუსული ბაზებია, შემდეგ მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერით რომ გავლენ, მაგრამ იმასაც შევეხები მთლად თავიდან ბოლომდე სალომე ზურაბიშვილის დამსახურება შეიძლება არ იყოს ეს პროცესი, ამას ცოტა მოგვიანებით ვიტყვი. ესე იგი, 94 წლის 1 დეკემბრიდან იხსნება ჟენევის დისკუსია, შემდეგ გვაქვს ეს ჯენტლმენური შეთანხმება, შემდეგ გვაქვს ბაზების განლაგების შესახებ ოფიციალური თანხმობა რუსეთის მიმართ საქართველოში. და აი 1 წლის შემდეგ 96 წლის 19 იანვარს იწყება აი ცნობილი ეს და ძალიან ისეთი კონტროვერსიული რუსული პოლიტიკა, ესე იგი დსთ-ს იზოლაცია აფხაზეთის მიმართ. დსთ-ს აბსოლუტურად ყველა ქვეყანამ ბელორუსის და თურქმენეთის გარდა და რუსეთის ჩათვლით გამოუცხადა, ასე ვთქვათ, იზოლაცია ეკონომიკური უპირველეს ყოვლისა და პოლიტიკური აფხაზეთს. რა თქმა უნდა, აფხაზურ ისტორიოგრაფიაში ეს პერიოდი მიჩნეულია როგორც უმძიმესი პოსტ ომის შემდგომი, ასე ვთქვათ, პერიოდი. და ჩვენს ისტორიოგრაფიაში როგორ არის ეს საკითხი შეფასებული? აქ ისევ რუსულ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ გათვლებთან გვაქვს საქმე, ესე იგი, ერთის მხრივ იმ წარმოდგენის შექმნა, რომ ისინი არ უჭერენ მხარს, ასე ვთქვათ, აფხაზეთის დამოუკიდებლობას
იმ პერიოდში თითქოს და თუმცა მეორეს მხრივ ძალიან დიდ მხარდაჭერას და პრაქტიკულად რუსულ ბიუჯეტზე ყავთ გამობმული აფხაზეთი, ხო? ანუ რაღაც აი ესეთი კონტროვერსიული პოლიტიკაც არის, რომელსაც რუსეთი ხშირად მიმართავს ხოლმე იმისთვის, რომ გარკვეული წარმოდგენების შექმნას, გარკვეული, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული პოლიტიკური სურათის შექმნას თითქოს დემოკრატიული ან თითქოს რაღაცა ისეთი ტერიტორიული პრინციპების, ინტეგრაციის პრინციპების დაცვის შესახებ, ასე ვთქვათ, თითქოს რაღაც ემხრობა თითქოს ამ პრინციპს, ხო? საქართველოსთან მიმართებაში და სწორედ ამიტომ თითქოს იზოლაციაში მოაქციეს აფხაზეთი. 97 წელს არძიმბაც კი ჩამოვიდა თბილისში. 14 აგვისტოს სხვათა შორის ომის წლისთავზე და რა თქმა უნდა ეს რუსეთის შუამავლობით მოხდა ეს ვიზიტი არძიმბასი. საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ევგენი პრიმაკოვი მაშინ და პრიმაკოვის შუამავლობით მოხდა ეს ვიზიტი და რაზე ისაუბრეს პრინციპში ამ ვიზიტის ფარგლებში იყო საუბარი იმაზე, რომ დაუშვებლობა კონფლიქტის განახლების და აი ჰუმანიტარულ საკითხებზე ძირითადად გალის რაიონში მაშინ საუბარი იყო დევნილების დაბრუნების თაობაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ვერ მოხდა. ბევრ ინციდენტს ჰქონდა იქ ადგილი გალში შემდეგ, ადგილობრივი ქართველების სახლების დაწვეს. ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩანს, არ იყო მზაობა დევნილების დაბრუნების მაშინ იმ ეტაპზე. და აი 1999 წელს, ესე იგი, პრაქტიკულად ომიდან მე-6 წელს ხდება პირველი საერთაშორისო ფორმატის, ასე ვთქვათ, სამიტი ტარდება, EUTOS სტამბოლის სამიტი, სადაც პირველად გაესვა ხაზი გუდაუთის და ვაზიანის ბაზების გაყვანის, საქართველოსთან გაყვანის აუცილებლობას. ესე იგი, ამ სამიტზე განსაზღვრეს, რომ გუდაუთიდან და ვაზიანიდან ბაზების უნდა გაეყვანა რუსეთს 2001 წლის 1 ივლისამდე. და ბათუმი ახალქალაქის ბაზების გაყვანაზე მოლაპარაკება უნდა დაწყებულიყო და გამართულიყო 2000 წლიდან, ანუ 1 წლის შემდეგ უნდა დაწყებულიყო მოლაპარაკება. და ამას მივყავართ აი ძალიან საინტერესო კონტექსტამდე, ნახეთ. ესე იგი, 99 წელს EUTOS სტამბოლის სამიტია და ამავე დროს რუსეთში ხდება ხელისუფლების ცვლილება. ამის გააზრების გარეშე პრაქტიკულად ჩვენ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ აფხაზეთის კონფლიქტზე, ისევ შევარდნაძე სააკაშვილის ფაქტორს ვერ გავცდებით. თუ ვერ გავიაზრებთ რა მოხდა 99 წელს რუსეთში პუტინის ხელისუფლებაში მოსვლით. პუტინი ხელისუფლებაში მოდის როგორც მაგარი ბიჭი, როგორც იელცინის შემდეგ სპორტსმენი, რომელსაც ისეთი იმიჯი აქვს, ხო რაღაცა ინგლისურად tough guys იმიჯი აქვს და მეორე ჩეჩნური ომის კონტექსტი აქვს. თუ გახსოვს, ნიკა, YouTube-ზეც არის ფართოდ ხელმისაწვდომი პუტინის სიტყვა, როდესაც მოსკოვში ტერაქტები მოაწყო ჯერ თვითონ FSB-მ, შემდეგ ჩეჩნებს დააბრალეს ეს და პუტინის რეაქცია ამაზე იყო, რომ აი რუსულად ვიტყვი რა, აი ზუსტი ციტირებისთვის. Мы будем мочить террористов в сортире. აი ესეთი რაღაცა თქვა მაშინ. და ესეთი იმიჯი მოირგო ტერორიზმთან ბრძოლის, ხო? რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს საქართველოსთან? საქართველოსთან ამ ყველაფერს ის კავშირი ქონდა, რომ ჩვენ ქონდა პანკისის ხეობაში, ასე ვთქვათ, ანუ რუსეთი მიიჩნევდა, რომ საქართველოს პანკისის ხეობიდან დიდი რაოდენობით ხდებოდა, ასე ვთქვათ, გადინება მოხალისეების ჩეჩნების მხარეს. არც მეტი და არც ნაკლები 2001 წლის 6 აგვისტოს რუსეთმა დაბომბა პანკისის ხეობა აი ამ ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში. ეს იყო პირველი სამხედრო მოქმედება პრაქტიკულად, პროვოკაცია ვთქვათ. იმიტომ რომ ეს არ იყო, რა თქმა უნდა, სრულმასშტაბიანი ომი საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ ეს იყო პირველი სერიოზული სამხედრო პროვოკაცია აფხაზეთის ომის შემდეგ. საქართველოს წინააღმდეგ 21 საუკუნის დასაწყისში, ხო, 2001 წლის 6 აგვისტოს. ეს სამხედრო თვალსაზრისი. მანამდე 2000 წლის 9 ნოემბერს რუსეთმა შემოიღო სავიზო რეჟიმი საქართველოსთან. ხო? ესე იგი პუტინის ხელისუფლებაში მოსვლა და აი ამ სიტუაციის, ასე ვთქვათ, ესკალირება
პრაქტიკულად ერთ სიბრტყეში ხდება. და რატომ ხდება ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ შევარდნაძის პერიოდში, აი ხო აღნიშნეთ, რომ აი არძიმბა თბილისშიც კი იყო, ხო, თითქოს რაღაცა იმედები არსებობდა, რომ ეს კონფლიქტი შეიძლება და დარეგულირებულიყო, ხო? ეს რა თქმა უნდა რუსეთის, რამდენად არსებობდა, რამდენად რეალური იყო ეს ცალკე საკითხია, მაგრამ თვითონ რომ არსებობდა ეს მცდელობები, ეს არ შედიოდა პუტინის ინტერესში. არანაირი თუნდაც ირიბი მცდელობა კონფლიქტის დარეგულირების საქართველოსთან, ხო? არ შედის პუტინის ინტერესში და არც არასდროს არ ყოფილა. ამიტომ 2002 წელს რუსეთი იღებს ახალ კანონს მოქალაქეობის შესახებ, ეს კანონი ითვალისწინებს გამარტივებული წესით აფხაზებისთვის, ოსებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებას და რა თქმა უნდა ამ ლოზუნგს რუსეთი გამოიყენებს შემდეგ ამ ასე ვთქვათ პოლიტიკას გამოიყენებს შემდეგ 2008 წელს, როდესაც გვეტყვის და მთელ მსოფლიოს ეტყვის, რომ ჩვენ ვიცავდით ჩვენს მოქალაქეებს ცხინვალში, ხო? 2003 წლის თებერვალში რუსები იწყებენ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების მომარაგებას იარაღით და ბაზების გაყვანის ნაცვლად რამხელა პარადოქსი ხდება, ანუ იწყება ახალი ბაზების მშენებლობა ჯავაში, მოდერნიზება იწყება ოჩამჩირის ბაზის, ხო? 2003-2004 წლებში აი ესეთი პერიოდი გვაქვს, როდესაც აი ეს ასე ვთქვათ ახალი ხელისუფლება მოდის საქართველოში, ხო? და ახალი ხელისუფლების პირობებში ხდება რა? ამ სიტუაციის რაღაცნაირად განმუხტვისთვის პირველი ვიზიტი სააკაშვილს, აი პირველი საგარეო ვიზიტი სააკაშვილის იყო პუტინთან მოსკოვში. იმისთვის რომ, ესაუბრათ და რაღაცნაირად მიეღწიათ რაღაც კონკრეტული ასე ვთქვათ კომპრომისებისთვის, ხო? 2004 წლის 11 თებერვალს სააკაშვილი ჩადის მოსკოვში, ხდება რაღაც გარკვეული მოლაპარაკებების დაწყება და ეს დიპლომატიური სიგნალი, რომ ჩვენ მზად ვართ რუსეთთან დისკუსიისთვის, ხო? მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე მარტივი არ არის, როგორც ჩანდა. 2004 წლის ივლისში დიდი რაოდენობით ტვირთები შედის ცხინვალის რეგიონში, რაზეც ჩვენ ქართულ მხარეს ჰქონდა გარკვეული რეაქცია და შემდეგ მოხდა ესეთი ეპიზოდი იყო ცხინვალში ქართველი ჯარისკაცების დაჩოქების მომენტი იმის ხაზგასასმელად, რომ ქართველები ბედავენ და ასე ვთქვათ პოლიტიკურ დონეზე აპროტესტებენ ამ ასე ვთქვათ ქმედებას რუსეთის და აი ეს საკითხი, ესე იგი ამ სამხედრო ტვირთების მოძრაობის, უკონტროლო მოძრაობის საკითხი 2004 წლის 5 ნოემბერს დარეგულირდა და თითქოს ხელი მოაწერეს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ და კოკოითმა, რომ მომავალში კონფლიქტში ჩართული ყველა მხარეების ინფორმირებულობით და მათი თანხმობით უნდა მომხდარიყო ნებისმიერი ტიპის სამხედრო ტვირთის მოძრაობა კონფლიქტურ რეგიონებში, ხო? მაგრამ რა თქმა უნდა, ამასაც დიდად არ დაგიდევდათ, ასე ვთქვათ, პუტინის რუსეთი. აი 2005 წლის 26 იანვარს გვაქვს საინტერესო კონტექსტი, ესე იგი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სააკაშვილმა წარადგინა მაშინ ცხინვალის რეგიონის მიმართ გარკვეული სამშვიდობო გეგმა, რომელიც იქ ფედერალისტურ პრინციპებს მოიაზრებდა, ფართო ავტონომიით და ასე შემდეგ, მაგრამ რა თქმა უნდა სეპარატისტები ამ გეგმას მოусმენენ და შემდეგ უბრალოდ ამბობენ, რომ ეს მორიგი ქართული პროვოკაციაა, ხო? ანუ ეს გეგმა არ განხილულა სერიოზულად. მიუხედავად იმისა, რომ ამ გეგმამ სერიოზული მოწონება დაიმსახურა მაშინ თვითონ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უმრავლესობის მხრიდან. 2005 წლის 30 მაისი, ესე იგი საქართველოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მაშინ სალომე ზურაბიშვილი და სერგეი ლავროვი, მარადმწვანე, რა თქმა უნდა, ხელს აწერენ შეთანხმებას ბაზების გაყვანის თაობაზე და აი ამ ეპიზოდზე მინდა რომ გავამახვილო ცოტა მეტი ყურადღება. ესე იგი, ამ შეთანხმების მიხედვით 2005 წლის 30 მაისს ისინი თანხმდებიან, რომ 2008 წლის ბოლომდე რუსული ჯარები მთლიანად უნდა გავიდეს საქართველოს ტერიტორიიდან. მაგრამ ნახეთ, პარალელურად ამ შეთანხმების ახალი ბაზების მშენებლობა ხდება ელბაჩიტაში და ჯავაში. რაც თავის მხრივ გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი კონტროლის ქვეშ არ იყო ეს ტერიტორიები, ხო? მაგრამ ესკალაციის ფონს ხო ქმნიდა, ესე იგი, ერთის მხრივ ჯარების გაყვანა საქართველოსთან და მეორეს მხრივ ახალი ბაზების აშენება. აი ესეთი ორმაგი, ასე ვთქვათ, პოლიტიკა მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან მაშინ. რა თქმა უნდა, აგენტურული საქმიანობაც აქტიურად მიმდინარეობდა მაშინ რუსეთის მხრიდან საქართველოში და აი მაგალითი 2006 წლის 1 მარტს მაგალითად
ნეზავისიმაე გაზეტაში იბეჭდება სტატია, სადაც გარჩეულია ქართული სამხედრო გეგმა, ასე ერქვა ვეფხვის ნახტომი, საქართველოს სამხედრო გეგმა ცხინვალის რეგიონის მიმართ, ხო? ეხლა კითხვა ხო ისმის, რომ საიდან ეს ინფორმაცია რუსებს, ანუ როგორ ნეზავისიმაე გაზეტა, რომელიც უზარმაზარი ტირაჟით იბეჭდება, საიდან აქვს ეს ინფორმაცია, ხო? როგორც შემდეგ დადასტურდა, ასეთი გეგმა რეალურად არსებობდა, შეიძლება ცოტა სხვა სახეცვლილი, მაგრამ იყო ეს ინფორმაცია და ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ესე იგი რუსული აგენტურული საქმიანობა საქართველოში იყო ძალიან ღრმად ფესვგადგმული, განსაკუთრებით პუტინის რუსეთში. და ერთ წიგნის მაგალითს მოგიყვან, რომელიც არის ზუსტად გამოხატავს, ასე ვთქვათ, მაშინდელი რუსეთის დამოუკიდებლობას საქართველოს მიმართ, აკადემიური ნარატივი. ნახე, როგორი სათაური აქვს წიგნს. ესე იგი, მიხაილ ლეონტიევის და დმიტრი ჟუკოვის 2008 წელს გამოცემული წიგნია ასეთი, რომელსაც ქვია დამოუკიდებელი საქართველო ბანდიტი ვეფხვის ტყავში. ანუ ნეზავისიმაე გრუზია ბანდიტ в тигровой шкуре. ესეთი სათაური აქვს რა. და აქ ნიკა უბრალოდ როგორი კონტექსტია, იცი? ერთი არ ვიცი, ყველანაირად უცენზურო კონტექსტი, ასე ვთქვათ, ქვეყნის მიმართ, სადაც საქართველოს ეძახიან ძაღლს, რომელიც ამერიკამ მიუშვა რუსეთის წინააღმდეგ. და ესეთ ნარატივებს ეძახიან მერე აკადემიურ, ასე ვთქვათ, ნარატივს, ხო? ანუ ეს კონტექსტი გვაქვს და ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი. 2007 წლის 27 სექტემბერს ხდება ჩვენი თავდაცვის სამინისტროს მიერ 15 ჯაშუშის დაკავება და რუსეთში გაგზავნა. თითქოს ვეცადეთ, რომ რუსეთისთვის გვენიშნებინა, რომ ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და ჩვენთან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს აგენტურული საქმიანობა დასჯადია, იმიტომ რომ ყველა ნორმალურ სახელმწიფოშია ეს დასჯადი და ჩვენ ვცდილობთ, რომ ნორმალური სახელმწიფო ვიყოთ. ანუ როგორც მინიმუმ გვინდა, რომ ასე წარმოვაჩინოთ თავი, ხო? და ნახოთ, როგორ გპასუხობს რუსეთი. ესე იგი, პირველი რაც რუსეთმა გააკეთა, გაეროს უშიშროების საბჭოს შეკრება მოითხოვა ამ საკითხზე, რომ რას ნიშნავს ქართველებმა როგორ გამოაშკარავეს 15 ჯაშუში, ასე ვთქვათ, რუსი საქართველოში. მეორე, რუსეთის საელჩომ შეწყვიტა ვიზების გაცემა, მაშინ ელჩად ყავდათ კოვალენკო, ვიაჩესლავ კოვალენკო გაიწვიეს საქართველოდან. შემდეგ რუსეთის საელჩოს დიპლომატიური კორპუსის ევაკუაცია მთლიანად მოახდინეს საქართველოდან სპეციალური თვითმფრინავებით. რუსეთში მცხოვრებ ქართველებს ვიზები შეუჩერეს და რუსეთის სახელმწიფო დუმაში შექმნეს სპეციალური დეპარტამენტი, რომელსაც ერქვა საქართველოს დეპარტამენტი. სიგიჟე. და როგორ შეგვიძლია ეს ავხსნათ პრინციპში? ერთის მხრივ ამას აკეთებს რუსეთი იმისთვის, რომ აჩვენოს საქართველოს, რომ არაფერიც არ ხართ, ასე ვთქვათ, სუვერენული ქვეყანა და რა თქმა უნდა არ გაქვთ უფლება, რომ ჩვენი აგენტურა ასე ვთქვათ, გააძევოთ თქვენი ქვეყნიდან, ხო? ანუ რაღაცა რუსული ბესპრიდელის პოლიტიკაში ძალიან კარგად ჯდება ეს და ამის შემდეგ ხდება ძალიან დავაკვირდეთ როგორ ქრონოლოგიურად როგორი მოვლენა ხდება, ნახე. ესე იგი ეს 27 სექტემბერს, ესე იგი 2007 წლის გაზაფხულზე ხო ეს მოხდა, ხო? და 2007 წლის მეორე ნახევარში დაგეგმილზე 1 წლით ადრე რუსეთმა პრაქტიკულად გაიყვანა ბაზები საქართველოდან. ესე იგი ეუთოზე, რაც 99 წლის ეუთოს სამიძე რასაკითხიც დაიძრა, ხო? და რამაც პრაქტიკულად 8 წელი დასჭირდათ, ხო, ბაზების გასაყვანად, რომ დაეძრათ ეს ბაზები საქართველოდან გაეყვანათ. 2007 წლის მეორე ნახევარში 5 თვეში აბსოლუტურად ყველა ბაზა გაიყვანეს საქართველოდან. ამაზე ხდება ახლა აპელირება, რომ სააკაშვილმა შემოაბრუნაო ეს ბაზები უკანო, ხო? სინამდვილეში ესე მარტივად კი არ იყო საქმე, ანუ სინამდვილეში რუსეთმა ბაზები ესე გულწრფელად ეუთოს სამიტის და შემდეგ 2005 წლის დოკუმენტის გამო კი არ გაუყვანი, ანდრეი ილარიონოვი მაგალითად, რომელიც პუტინის მრჩეველი იყო, ეკონომიკური მრჩეველი ერთ პერიოდში. ძალიან საინტერესო რამეს ამბობს. ილარიონოვი ამბობს, რომ რუსეთმა ეს ნაბიჯი გადადგა იმიტომ, რომ უკვე დაგეგმილი იყო სამხედრო მოქმედებები საქართველოში, რომელიც უნდა განხორციელებულიყო ზუსტად ისე, როგორც განახორციელა რუსეთმა, ასე ვთქვათ, ჩრდილო კავკასიიდან ჯარების შემოყვანით და იმისთვის, რომ მათ ხომ იცოდნენ, რომ ჩვენ ბიუჯეტი გავზარდეთ, სამხედრო ბიუჯეტი ამ პერიოდში, ხო? და გარკვეულწილად რაღაცა
ბრძოლის უნარიანი ჯარი ყავდა, ხო? იმისთვის, რომ საკუთარი სამხედრო კონტინგენტის ტყვედ ჩავარდნა, ასე ვთქვათ, აერიდებინათ თავიდანო, აი ზუსტად ამიტომ გაიყვანესო ილარიონოვი ამბობს, გაიყვანაო პუტინმა ჯარებიო. მე ამ შეხედულებას არ დავიჯერებდი და ვიფიქრებდი, რომ ეს საეჭვოა, იმიტომ რომ ილარიონოვი, ასე ვთქვათ, ოპოზიციონერია და აბა რა სიტყვის, მაგრამ YouTube-ზე შეგვიძლია დავძებნოთ, მარტივად იძებნება თვითონ პუტინის ინტერვიუ. სადაც ჟურნალისტი ეკითხება 2008 წლის ომის შესახებ, იყო თუ არა გეგმა. და პუტინი ამბობს, რომ დიახ, იყო გეგმა, რომელიც მე თავად დავამტკიცეო 2006-2007 წლებში. ეხლა ნახეთ. ანუ თუ პუტინი თან ღიად, პრესკონფერენციაზე ამბობს ამას, რომ იყო გეგმა, რომელიც 2000 ესე ამბობს приблизительно 2006-2007 год. ანუ სადღაც 2006-2007-ში აქ ეს გეგმა დამტკიცებული რა. ეს ნიშნავს რას, რომ პრაქტიკულად ილარიონოვის კონტექსტი შეიძლება რომ სწორი იყოს. იმიტომ რომ თუ ეს ადამიანი, პირველი პირი, ასე ვთქვათ, რუსეთის და მთელი FSB ამას გეგმავდა 2006-7 წლებში, მაშინ ძალიან ლოგიკურია, რომ ბაზები გაიყვანეს და მოასუფთავეს, ასე ვთქვათ, არეალი სამხედრო მოქმედებებისთვის, ხო? ასე რომ ბაზების გაყვანის კონტექსტი აი ეს არის სინამდვილეში და არა ის, რომ მაგალითად იქ ვიღაცამ შემოაბრუნა ეს ბაზები, ან მხოლოდ იმას რომ მიაწერენ, რომ აი სალომე ზურაბიშვილმა მოაწერა ხელი დოკუმენტს. და სხვათა შორის ასეთი დოკუმენტები რუსეთს ძალიან ბევრი არაფრად ჩაუგდია, ხო? ანუ შეეძლო ამაზეც ესე მოქცეულიყო, მაგრამ ბაზების გაყვანა ხდება ისევ და ისევ, იმიტომ რომ რუსეთს საკუთარი გეგმები აქვს, სამხედრო გეგმები და ამ გეგმაში შედის ზუსტად ბაზების გაყვანა საქართველოდან, ხო? აი ეს არის ძალიან საინტერესო ეპიზოდი. და ამის შემდეგ უკვე ხდება 2008 წლის ომი, რომელიც სრულდება ჩვენთვის ძალიან ტრაგიკულად, რა თქმა უნდა. და გვაქვს 6 პუნქტიანი შეთანხმება, ტალიამინის გეგმა და ეს ორი დოკუმენტი, ორივე არის საკმაოდ ისე ფართოდ გაკრიტიკებული, რასაც მეც პირადად ვეთანხმები, 6 პუნქტიანი შეთანხმების მეხუთე პუნქტი განსაკუთრებით არის ტრაგედია ალბათ ნებისმიერი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური თუ სამხედრო პერსპექტივიდან. ესე იგი, მეხუთე პუნქტი ამბობდა რას, რომ სანამ საერთაშორისო საზოგადოება შექმნის საქართველოში მშვიდობის დამყარების ბერკეტებს, მანამდე რუსეთს ეძლევა საშუალება, რომ განახორციელოს კონფლიქტის პრევენცია, ასე ვთქვათ, unilaterally, ცალმხრივად, თავად აქვს პასუხისმგებლობა ამის. რა თქმა უნდა, ახლა აქ დოქტორის ხარისხი არ არის აუცილებელი პოლიტიკაში და ისტორიაში, რომ მივხვდეთ, როგორ გამოიყენებდა ამას რუსეთი და ამის გამოძახილი იყო ის, რომ აგვისტოს ბოლოს რუსეთი ასე ცალმხრივად აღიარებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის უკვე დამოუკიდებლობას. ამის შემდეგ ხდება ტალიამინის კომისიის შექმნა, შემდეგ ეს ორაზროვანი ტალიამინის კომისიის დასკვნა, რომელიც მოკლედ რო შევაჯამოთ, რას ამბობს? აი ორ წინადადებაში შეჯამებული ტალიამინის კომისია ამბობს რას? რომ ომი დაიწყო მაშინ, ომი დაიწყო 7 აგვისტოს, მაშინ, როდესაც სააკაშვილი გასცემს ბრძანებას, რომ გადავიდეთ მოქმედებაზე და ყველაფერი მანამდე რაც მოხდა, იყო random shootings. ისეთი შემთხვევითი რაღაც ისეთი ფრაგმენტული სროლები, ხო? მოკლედ, ჟენევის ფორმატი გრძელდება ამის შემდეგ. ტალიამინის დასკვნა, რასაც ემსახურებოდა გასაგებია, მაშინ საკმაოდ ისე მჭიდროდი თანამშრომლა დასავლეთმა რუსეთთან, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთის საკითხის გამო და სამწუხაროდ მართლა მოხდა, ასე ვთქვათ, საქართველოს ინტერესების ხარჯზე ეს ყველაფერი. და მოხდა ისე, რომ პრაქტიკულად ომის შემდეგ ჩვენ შეგვჭა ისევ ეს ჟენევის ფორმატი, რომელზეც აფხაზური მხარის ინტერესი ჟენევის ფორმატში ის არის მთავარი, რომ საქართველომ ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობას აფხაზეთის მიმართ და აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ჩვენი ინტერესები არის ის, რომ რუსეთმა მოგცეს იმის გარანტია, რომ ძალას არ გამოიყენებს ამ კონფლიქტში არასდროს და არ აღიარების პოლიტიკა მეორეს მხრივ
და რუსეთის ინტერესი ამ ფორმატში არის რა? ნუ, რა თქმა უნდა, მედიატორია და რა თქმა უნდა, გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა მოურიგდეთ რაღაცნაირად და უნდა მოხდეს დეესკალაცია და გადაწყვეტა და დელიმიტაცია საზღვრების, ხო? აი ეს არის ხო, თუმცა რამდენად ამის სურვილი აქვს, ეს უბრალოდ თამაშობს, ხო, გარკვეულწილად ამ. რა თქმა უნდა, ხო. ისევე როგორც აი ბაზების გაყვანაზე ხო ვთქვი, რომ ესე იგი, ნუ თამაშის ნაწილია ესეც. ანუ ჩვენ ხო თანხდებით იმაზე, რომ რუსეთს ეს პრინციპში გამოზდის ისტორიულად და კარგად აქვს დაცდილი, ასე ვთქვათ, პრაქტიკაში ესეთი პოლიტიკა, ხო, ორაზროვანი. ერთის მხრივ, ანუ ორმაგი სტანდარტი რაღაცა, ხო? ანუ ერთის მხრივ ერთი მოქმედების ასე ვთქვათ, განხორციელება და შემდეგ სრულიად საწინააღმდეგო მოქმედება, რომელსაც საბოლოოდ მაინც ერთ მიზნამდე მიყავს, ხო? ხო და ნუ აი დღეს რა ხდება აფხაზეთში? საბოლოოდ მოდი შევაჯამოთ და აი დასასრულს უკვე პარალელს გავაკეთებ, რომ ბოლო-ბოლო რაღაც რო გავიგოთ, ანუ რა ტიპის, ნუ რა თქმა უნდა ეს ტერიტორიული კონფლიქტია, რა თქმა უნდა ეს არის კონფლიქტი, რომელიც იდენტობაზე გადის, ხო? ანუ ეთნიკური საკითხის მნიშვნელოვანია აქ. რა ვითარება გვაქვს აფხაზეთში? ნუ დღეს ვიცით, რომ აფხაზეთი არის აბსოლუტურად კრემლის ჯიბეში პრაქტიკულად. რუსულ ბიუჯეტზე მიბმული რუსული თავდაცვის ნაწილები, ასე ვთქვათ, რუსული ჯარის ნაწილები გახდნენ შარშან თუ 2 წლის წინ იყო ეს რეფორმა აფხაზეთში, რომ უშუალოდ შეუერთდნენ, ხო? აფხაზი მოხალისეები იბრძვიან უკრაინაში, ხო, რუსეთის მხარეს. ვალუტა რუბლია, ნარკოტიკები ყვავის, ტურიზმი იმუშაობს, მაგრამ მხოლოდ რუსულ, ძირითადად მხოლოდ რუსულ ბაზარზე, ხო? კრიმინალი ძალიან მაღალ დონეზეა, რა თქმა უნდა, იარაღს ატარებენ ძალიან უკონტროლოდ, სოხუმში შეიძლება მაგალითად სადღაცა რესტორანში ადამიანის ადილობდეს და რაღაცა სროლა მოესმას გვერდიდან, იმიტომ რომ ქუჩური გარჩევები ყოველთვის სროლით თავდება ხოლმე. აგერ რამდენიმე დღის წინ პარლამენტში ერთმა დეპუტატმა მეორეს ესროლა, ხო? და გამშველებული დეპუტატი მოყვა, ასე ვთქვათ, გარდაიცვალა შემდეგ ეს ადამიანი, ვინც აშველებდა ამათ. სხვა შორის საინტერესოა, რა საკითხზე იყო, ესე მაინინგის აკრძალვაზე იყო საუბარი და ამ წაკამათებას, ასე ვთქვათ, მოყვა ის, რომ აი ამ დეპუტატმა ხარაზიამ, გვარად ხარაზიამ ესროლა, ასე ვთქვათ, მეორე დეპუტატს და ნუ აი ეს საგიჟეთი ხდებოდა, ხო? ენერგეტიკის სფეროში ჩვენზე არიან აი ამ ჯენტლმენური შეთანხმებით მობმულები, როგორც თქვით. და მოდი დავსვათ კითხვა ახლა, რომ აი რა ბერკეტები გვაქვს? აი ნუ ეს დასავლური ტერმინი რო გამოვიყენოთ, აი ხო არსებობს, ესე იგი, სამი მთავარი კონფლიქტოლოგიაში, სამი მთავარი ეტაპი კონფლიქტის მოგვარების. ესე იგი, peacekeeping-ი, რასაც ეძახიან ესე peacekeeping-ი, ანუ დაშორიშორება ძალების, რომლებიც აქტიურ საომარ ფაზაში არიან. იმისთვის რომ გადავინაცვლოთ მოლაპარაკების მაგიდასთან. მოლაპარაკების მაგიდასთან უკვე იწყება peace making-ის პროცესი, ხელს ვაწერთ შეთანხმებებს, რომელზეც აი ძალიან ბევრი ვისაუბრე ზემოთ და ამ შეთანხმებების განხორციელებისთვის პრაქტიკაში უკვე, ხო? უკვე ძალისხმევას ვდებთ კონფლიქტის მონაწილე მხარეები, რომ peace building-ამდე, ანუ აი გრძელვადიან მშვიდობამდე მივიდეთ, ხო? ეხლა საინტერესო რა არის, რომ ჩვენ სად ვართ აი ამ თეორიულ ჭრილში. აი peacekeeping, peacemaking და peace building შორის, ხო? ჩვენ პრაქტიკულად გვაქვს აი ეს ნეგატიური მშვიდობის კონტექსტი. და რას ნიშნავს ეს ნეგატიური მშვიდობა? ხო, არ არის ინტენსიური საომარი მოქმედებების ფაზა, ეს ფაზა დასრულდა 93-ში, ხო? 2008-ში უფრო სწორად. და გვაქვს როგორი მშვიდობა, ესე იგი მშვიდობა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ მუდმივად ველოდებით გარკვეულ პროვოკაციებს. ხო, აი ზუსტად ეს განსაზღვრავს ჩვენი მშვიდობის ნეგატიურობას, ხო? ანუ ნეგატიური მშვიდობა ეს ტერმინიც არსებობს, ხო? და რა ბერკეტები გვაქვს ჩვენ, ანუ აი რა შეგვიძლია პრაქტიკულად ჩვენ შევთავაზოთ საქართველოს, აფხაზეთს უფრო სწორად, იმისთვის რომ აფხაზეთი დაინტერესდეს საქართველოთი და რაღაცნაირად ან იძულებული გახდეს, რომ რაღაცნაირად ითანამშრომლობს ჩვენთან, ხო? პრაქტიკულად ჩვენ ამის პოლიტიკური ბერკეტი დღეს არ გვაქვს არანაირი. თუ ეკონომიკურად შევხედავთ საკითხს, ეკონომიკური ბერკეტიც ძალიან ცოტა გვაქვს, ესე იგი, ნუ ჩვენ ვიცით ხო, რომ ნუ საგანმანათლებლო პროგრამები გვაქვს, მას ჯანდაცვის პროგრამა გვაქვს, რითაც სარგებლობენ აფხაზები, ეთნიკური აფხაზები.
ჩამოდიან ჩვენთან სამკურნალოდ, სასწავლებლად. მე თვითონ პირადად ვიცნობდი ერთ-ერთ აფხაზს, ეთნიკურ აფხაზს, რომელიც ჩვენთან სწავლობდა და გვისაუბრია კიდევაც სხვათა შორის პოლიტიკაზე და ხო, ეს ფორმატი გვაქვს, მაგრამ რამდენად გვაქცევს ეს საგანმანათლებლო და ეს ჯანდაცვის ასე ვთქვათ ფორმატები ჩვენ გრავიტაციის ცენტრად, გრავიტაციულ ასე ვთქვათ საჭიროების ობიექტად აფხაზეთისთვის. აი მე მგონია რომ ეს არ არის საკმარისი და არ არის საკმარისი რატო? იმიტომ რომ ჩვენ პრაქტიკულად ჩვენი პოლიტიკური სისტემა რა თქმა უნდა აფხაზეთის პოლიტიკურ სისტემასთან შედარებით უფრო განვითარებულია ინსტიტუციონალური თვალსაზრისით თუნდაც, ხო? მიუხედავად უამრავი პრობლემებისა. მაგრამ ჩვენში ეს ძალიან მაღალი კორუფცია, ეს ძალიან მაღალი ასე ვთქვათ ეკონომიკური ზრდის ძალიან ისეთი არც ისე ხალხზე ასახული ასე ვთქვათ სურათი, ხო? ვერ გვაქცევს ჩვენ პრინციპში აფხაზეთისთვის ასე ვთქვათ მიზიდულობის soft power-ის ცენტრად, ხო? იმის გათვალისწინებით, რომ იქ პროპაგანდა მუშაობს 24/7-ზე, ხო? ჩვენც უფრო აქტიური ასე ვთქვათ peace building-ის, კონფლიქტის საბოლოო მოგვარების ბერკეტებზე უნდა ვმუშაობდეთ წესით და რიგით. მაგრამ სამწუხაროდ, ეს დღეისთვის ნაკლებად ხდება და აი ევროპის კონტექსტი მინდა რომ აქ შემოვიტანო და ვთქვა რა პრინციპში ის რომ ევროპაში ჩვენ გვაქვს მაგალითად კვიპროსის კონფლიქტი, გვაქვს, კოსოვოს კონფლიქტი გვაქვს, მაგრამ კოსოვოს კონფლიქტი ხა კოსოვო არ არის იდეალური მოდელი, ასე ვთქვათ, კონფლიქტის მოგვარების, ხო? მაგრამ აი იდეალურ მოდელად მე მაგალითად შევხედავდი აი სამხრეთ ტიროლის ფორმატი, ხო? ეხლა მესმის რომ იქ იტალიას და ავსტრიაზეა ლაპარაკი, ხო, მაგრამ აი მინდა რომ რაღაცნაირად ასე ვთქვათ ამოვზუმო ამ კონკრეტული кейსებიდან და ევროკავშირის იდეას რო შევხედოთ თეორიულად, ხო? რატო არის მაინც მომგებიანი ევროპული მოდელით მიდგომა აფხაზეთის კონფლიქტთან და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გაევროპულება, ასე ვთქვათ. რატომ? იმიტომ რომ პრინციპში ევროკავშირის შექმნის იდეა დგას რაზე? იმისთვის რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენ რაღაც ისეთი გავაკეთოთ, რომ გერმანელმა და ფრანგმა ერთმანეთს აღარ ესროლოს, ხო? ამისთვის საჭიროა რაღაც ჩვეულებრივ თანამშრომლობაზე მეტი, ხო? და აი აქ შემოდის ზუსტად ეს თეორიული მონაკვეთი, რომელიც მე პირადად ძალიან მომწონს, იყო ასეთი რუმინული წარმოშობის ბრიტანელი ისტორიკოსი დევიდ მიტრანი, რომელსაც აი ფუნქციონალიზმის თეორიის ფუძემდებელია რა და ესე იგი მიტრანი ამბობს ძალიან მარტივ რამეს. მიტრანი ამბობს, რომ ვესტფალიის სისტემაში, სადაც ქვეყნის სუვერენიტეტი და ეს აი ტერიტორიები და ეს საზღვრებია, ხო, გამსაზღვრელი, ხო? ვესტფალიის სისტემა მიგიყვანს კონფლიქტამდე. რატომ? იმიტომ რომ ვესტფალიის სისტემა მომართულია, ცენტრალური საკითხი არის სუვერენიტეტის საკითხი, ხო? ამ სუვერენიტეტის საკითხმა რომ კონფლიქტი არ გამოიწვიოს, ჩვენ უნდა გადავაფასოთ სუვერენიტეტის საკითხი და შევხედოთ ამას აი ამ მიტრანის და სხვა თეორეტიკოსების გადმოსახედიდან და ამას მივყავართ ფუნქციონალიზმის თეორიამდე. ფუნქციონალიზმი გვეუბნება რას? შევძინოთ ფუნქცია ორ კონფლიქტში მონაწილე მხარეს, ისეთი ფუნქცია, რომ ეს ორი მხარე ერთმანეთზე იმდენად აღმოჩნდეს დამოკიდებული ეკონომიკურად და სოციალურად, რომ მათ შორის ომი გახდეს წამგებიანი. და ეს რომ წარმატებულია ჯერჯერობით, ხო, ამას გვაჩვენებს პრინციპში ევროკავშირის მთელი ისტორია. აი სამხრეთ ტიროლი თქო ვახსენე, ხო, სამხრეთ ტიროლი ალბათ ჩემი აზრით არის იდეალური მაგალითი იდეალური peace building-ის, გრძელვადიანი მშვიდობის. ეხა ტიროლის ისტორიის გარჩევას, სამხრეთ ტიროლის კონფლიქტის ისტორიის გარჩევას არ დავიწყებ, უბრალოდ მარტივად ვიტყვი, რომ სენ-ჟერმენის ზავი რომ დაიდო, ესე იგი 1919 წელს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, სამხრეთ ტიროლი, რომელიც მანამდე ავსტრიის შემადგენლობაში იყო, გადაეცა იტალიას. იტალიაში შემდეგ მუსოლინის მოსვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, აქ ძალიან დაძაბული ეთნიკური პოლიტიკა იყო. საბოლოო ჯამში, ესე იგი, ესკალაციაც ჰქონდათ სამხრეთ ტიროლში, მაგალითად 1961 წელს Night of Fire, ესე ქვია ინგლისურად, ავსტრიელმა, ესე იგი, სამხრეთ ტიროლელმა ავსტრიელმა აქტივისტებმა აფეთქებები მოაწყვეს იტალიის ინფრასტრუქტურების ობიექტებზე, ხო?
საბოლოო ჯამში, ნუ იტალია გასაგებია, რომ ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრია ხო ევროკავშირის, მაგრამ ავსტრია ხომ არ იყო, ავსტრია გახდა ევროკავშირის წევრი 1995 წელს, ხო? და აი ამ გზაზე, წევრობის გზაზე, ხო, საბოლოო ჯამში, როდესაც ავსტრიელებმა გაიაზრეს ის, რომ ნუ და იტალიელებმაც მათ შორის, რომ საჭიროა ამ კონფლიქტის კონტექსტში თანამშრომლობა, ხო? სამხრეთ ტიროლის სტატუსი განისაზღვრა როგორც ავტონომია იტალიის შემადგენლობაში, ენობრივ ჯგუფებს წარმომადგენლობა აქვთ, თავისუფალი ეკონომიკური ზონა გახდა, უამრავი ფული ჩაიდო სამხრეთ ტიროლში, ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რეგიონია, ავტონომიური ოლქია ევროკავშირში და იტალიამ და ავსტრიამ ეს კონფლიქტი ორივე მხარემ გამოაცხადა მოგვარებულად, ესე იგი 1992 წელს. და ნუ ეს არის ზუსტად ის აქტიური ფუნქციონალიზმი, რაზეც ვსაუბრობდი და აი მაგალითად როგორ გამოიხატება პრაქტიკაში. აი რომ შევხედოთ, ძალიან საინტერესო მოდელი აქვს სამხრეთ ტიროლში შემოშავებული. ესე იგი, ამ ავტონომიურმა რეგიონმა იტალიის ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით 1990-იანი წლებიდან მოყოლებული მოიპოვა უფლება, რომ თავი, ან ესე იგი, შიგნით ავტონომიურ რეგიონში შეგროვებული გადასახადების 90% დაიტოვოს თავად. იმისთვის, რომ იტალიის ბიუჯეტზე იყოს უფრო ნაკლებ დამოკიდებული. ანუ მე არ გიხდი სრულად ჩემთან მოკრებილ გადასახადებს, სამაგიეროდ მე ვარ ნაკლებად შენზე დამოკიდებული. ამაზე შეთანხმდნენ ეს ორი მხარე, ასე ვთქვათ, ხო? დღეს სამხრეთ ტიროლში უმუშევრობის მაჩვენებელი რაღაცა მიზერულია 3%-ია თუ რაღაცა. თლიანი შიდა პროდუქტი 11 მილიარდი euro აქვს ამ პატარა ავტონომიას, ხო? და GDP per capita, ანუ აი ერთულ მოსახლეზე თლიანი შიდა პროდუქტს რასაც ეძახიან, ხო? ერთ-ერთი საზომი კეთილდღეობის 57,000 euro. ხო და აი ეს თუ იდეალიზმის კუთხიდან შევხედავთ, ხო, ანუ peace building-ის გრძელვადიანი მშვიდობის იდეალური მაგალითი არის ფუნქციონალიზმი. ორი კონფლიქტური მხარე ერთმანეთზე რომ დამოკიდებული გახდეს რაღაცნაირად, ხო? ნუ აი სამაგიეროდ არც ისე წარმატებული მაგალითი, აი მაგალითად ევროკავშირის მასშტაბით გვაქვს რა. აი უნგრეთ-სლოვენიის კონფლიქტი მაგალითად, რომელიც ნუ ასე ჩვენთან შედარებით პრინციპში იქ წინ არის წასული სამშვიდობო პროცესი. ანუ უნგრეთი და სლოვენია ორივენი გახდნენ ევროკავშირის წევრები მაგალითად 2004 წელს. და იმავე წელს მოაწერეს ხელი საზღვრის დემარკაციის და დელიმიტაციის საკითხს. ესე იგი, ესეთი ფორმატი მუშაობს, თუ ამ კავშირის წევრი ხდება ქვეყანა, ხო? კომპრომისისკენ თვითონ კავშირის წევრობის პროცესი მიყავს, როგორც წესი, ასე ვთქვათ, ეს მხარეები. ნუ ეხლა რა თქმა უნდა, ქართველი მსმენელი დასვამს კითხვას, რომ ხომ არა ეს აფხაზეთთან აშუაშია, ხო? ანუ აფხაზეთი რა ცალკე ხო არ ხდება ევროკავშირის წევრი, ხო? კი ბატონო, არ ხდება ევროკავშირის წევრი, მაგრამ აქ მე საკითხს გავამარტივებდი და მარტივად დავსვამდი. ანუ ჩვენ ხო ვიცით, რომ ჩვენ აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარების ორი ბერკეტი გვაქვს, ხო, სულ. ისე აი მარტივად რო შევხედოთ ლოგიკურად. პირველი არის სამხედრო გზით ამ კონფლიქტის მოგვარება და მეორე არის პოლიტიკური გზით, ხო? ანუ არასამხედრო გზით, ასე ვთქვათ. ეხლა ნუ რაც არ უნდა გენიალური პოლიტიკური, ასე ვთქვათ, მსჯელობის და ანალიზის უნარი გქონდეს, მე მგონი თანხმდებით იმაზე, რომ რაღაცა მესამე ჯადოსნური გზა აქ არ არსებობს, ხო? ჩვენ თუ ვამბობთ იმას, რომ ჩვენ ომი არ გვინდა აფხაზებთან, მაშინ რჩება მშვიდობიანი განვითარება. და ანუ მე მგონი მე მარტო არ ვარ ამ შეხედულებაში, რომ ჩვენ თუ ვირჩევთ მშვიდობიან განვითარებას, მაშინ ჩვენ აი ამ ფუნქციონალიზმის თეორია რაც ვახსენე, ხო, ამის გარდა სხვა გზა პრაქტიკულად არ არსებობს, იმიტომ რომ ახლა იყო ხო საუბარი აი მაგალითად რაღაცა იქ ინვესტიციები შეიძლება, ანუ ეს აფხაზეთში ეს ინვესტიციების კანონი რო შემოიტანეს, აქტიურად ვუყურებდი დებატებს, პოლიტიკურ დებატებს თვითონ აფხაზეთში შიგნით და ეს ოპოზიციონერები, რომელიც აი ამ რუსული საინვესტიციო კანონის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, აი ძალიან ხმამაღლა და ძალიან ისე აკრიტიკებდნენ ამ კანონს და იქ ამბობდნენ, რომ აი ქართველი რო შემოვიდესო რუსული მოქალაქეობითო, მერე რას აკეთებთო? ანუ ბჟანიას მისამართით იყო რა ეს კრიტიკა. აი ბიძინა ივანიშვილი რო შემოვიდესო, მერე რას აკეთებთო, ხო? ესე იგი, იქ ყველაზე დიდი შიში არის იმის, რომ ქართული ინვესტიცია გაჩნდეს აფხაზეთში, ხო? მაგრამ
ეს შიში არის მანამ სანამ საქართველოს ასე ვთქვათ ეკონომიკური პოტენციალი და აი ეს გრავიტაციული ცენტრის პოტენციალი რჩება იმ დონეზე რაც ახლა გვაქვს. თორე ჩვენ თუ შევძლებთ იდეაში რომ რეალურად გარდავიქმნათ ასე ვთქვათ ევროკავშირის ტიპის ქვეყნად, სადაც უბრალოდ იმდენად ხარისხობრივად დიდი განსხვავება გაჩნდება ჩვენსა და აფხაზების ყოფა ცხოვრებას შორის, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, ხო? აი, მაგ შემთხვევაში სიტუაცია შეიცვლება. ანუ ისევ და ისევ ჩემი იდეა, ასე ვთქვათ, მსჯელობის არის რა? კონფლიქტის გაევროპულება მოიაზრებს კონფლიქტში საქართველოში პირველ რიგში კეთილდღეობის დონის მომატებას ძალიან სერიოზული მაჩვენებლებით. იმდენ და ზუსტად ის პრინციპი, რომ აი შუა საუკუნეების პრინციპია, ხო, როგორც მახსოვს რაღაც ისეთი სტუდენტური წლებიდან, როცა მეც ძალიან გატაცებული ვიყავი შუა საუკუნეების ისტორიით, რომ აი ხო იყო ესეთი ფორმულა, რომ აი არ არსებობს ციხესიმაგრე, რომელსაც ოქროთი დატვირთული ურემი ვერ აიღებს, ხო? ანუ ეგ არის ფილიპე მეორე მაკედონელის სიტყვები, შესაძლოა ალექსანდრე მაკედონელის მამისა. ხო, ესე იგი უფრო უკან მივდივართ, უფრო ძველია კიდე. ხო და აი მე მგონია იცი რომ ეს მუშაობს რა და ეს მუშაობს ყველა ეპოქაში და ოღონდ თუ რა თქმა უნდა ჩვენ მშვიდობით გვინდა ხო ამ ყველაფრის გაკეთება და ნუ ხა თუ მშვიდობით არ გვინდა მაშინ დიდი ბოდიში მაგრამ კიდევ უფრო სუპერ განვითარებულები უნდა ვიყოთ იმისთვის რომ ჩვენ სამხედრო პოტენციალი გქონდეს ისეთი როგორიც აქვთ მაგალითად სუპერ განვითარებულ ქვეყნებს ევროპაში ხო? ანუ ასეც და ისეც ორივე ფორმატში მშვიდობაშიც და ომის ფორმატში ჩვენ სხვა გზა გარდა აი ამ გაევროპულებისა ამ კონფლიქტის არა გვაქვს და აი ესე რაღაცნაირად ანუ იდეაში მაქვს ის რომ შევაჯამო ეს ასე ვთქვათ მსჯელობა რით რომ ესე იგი ისევ და ისევ ამ თეორიული პერსპექტივებიდან გამომდინარე ხო? დღეს ჩვენ აფხაზეთში აფხაზებსა და ქართველებს შორის გვაქვს სუბთა პოსტსაბჭოთა სტილის კონფლიქტი, რომელიც სანამ მოგვარდება, მანამდე ჯერ უნდა გაევროპულდეს. ანუ ეს რას ნიშნავს? ჩვენ მე მგონი რაღაცნაირად უნდა მოვშორდეთ იმ ილუზიას, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება შეიძლება რაღაც 1 საათში და 1 დღეში და ეს ტრამპის რიტორიკას გავს უფრო ხო რაღაც 24 საათში მოვაგვარებ რაღაც ვერ მოაგვარებ ასე მარტივად 21 საუკუნეში მე მგონი კონფლიქტს. ვერც ერთ დღეში და ვერც ერთ კვირაში, ხო? მაგრამ როგორ არის მაინც ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ყველაზე მთავარი ფაქტორი მაინც მიუხედავად იმისა, ჩვენ რამდენი სურვილიც არ უნდა გქონდეს ხა მაგის, ხო? არის იმპერია, რომელიც რეგიონშია შემოსული და ოკუპირებული ტერიტორიები აქვს. აბსოლუტურად. და ზუსტად ეს რომ რუსეთი უმთავრესი ფაქტორია, ხო, ჩვენ შემთხვევაში ეს ფაქტორი რომ გადაგორდეს, ხო, რაღაცნაირად ან მოვერიოთ ამას. მე მაგალითად ბალტიისპირეთში, აი ესტონეთი, პრინციპში მარტო ესტონეთი არა. ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანას, აი ეკონომიკურად რო შევადაროთ, ხო? აი მაგალითად კეთილდღეობის მაჩვენებლით, აი მშპ ერთსულ მოსახლეზე, ხო, რო ავიღოთ. სამივე ქვეყანა, რომელიც საქართველოზე პატარაა, ხო, თითო-თითო ცალ-ცალკე აღებული. სამივე ქვეყნის მშპ ერთსულ მოსახლეზე არის იმაზე მაღალი ვიდრე რუსეთის მშპ ერთსულ მოსახლეზე. ანუ შესაბამისად, ნუ მესმის რომ იქ არსებობს კიდევ ხო რუსული უმცირესობები კი არა, პრინციპში უმრავლესობაც კი შეიძლება იყოს ცხოვრობს იქ ხო, მაგრამ აი ესტონეთის მაგალითს თუ შევხედავთ, ხო, ავტომატურად, ანუ რუსული ფაქტორის განეიტრალება მხოლოდ ეკონომიკური განვითარებით ხდება. და მე ზუსტად ამაზე მწყდება გული, რომ ჩვენ ნებისმიერ ხელისუფლებას ჩვენთან მნიშვნელობა არა აქვს, რომელი იქნება, ხო? არსებობს გარკვეული ფორმატების თანამშრომლობა ევროკავშირთან, რომელიც ნაკლები კორუფციის შემთხვევაში მოიტანს ხელშესახებ ეკონომიკურ განვითარებას. და ამ მოდელში ახლა შენ რაც აღნიშნე, ხო, ანუ ამ რუსულ ძლიერ, ასე ვთქვათ, რუსულ წნეხში, ხო? ერთადერთი რაც აქედან ჩვენ გაგვიყვანს არის მხოლოდ და მხოლოდ სუპერ ეკონომიკა. როდესაც შენ შეძლებ იმას, რომ შენთან საშუალო ფენა მოსახლეობის და სიღარიბის, ასე ვთქვათ, ხაზი, ასე ვთქვათ, ჩამოწიო, ხო? ამ შემთხვევაში ამას ავტომატურად მიყავ ხარ განვითარებამდე და აი ეს არის ზუსტად ყველაზე მთავარი განმაპირობებელი, ასე ვთქვათ, ამ კონფლიქტის.
თუ მოგეცა მაგის შესაძლებლობა კი, ხო, იმიტომ რომ ჩვენთან პირიქით ან მიუხედავად იმისა, რომ ნუ რაღაც პროგრესი ყოველთვის ახლა წლების მანძილზე მცირედ იზრდება მაინც ეკონომიკა, მთლიანობაში მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი დაახლოებით ერთდღიურ დონეზე რჩება, ხოლო საშუალო ფენა პირიქით მცირდება. რაც პირიქით უნდა მოხდარიყო, საშუალო ფენის უნდა გაზრდილიყო პროცენტი გაცილებით, თანაც იმისთვის რომ ამდენი წელი გავიდე ახლა დამოუკიდებლობიდან და უკვე რაღაც საფეხურზე უნდა ვიყოთ მისულები და ძალიან ძნელია იმის წარმოდგენა, რომ აი თუნდაც 2-3 წლეულში ისეთი ეკონომიკური ზრდა იქნება, რომ აი გადააჭარბებს მაგალითად იმას რეგიონის ქვეყნებისას გაცილებით და ვიღაცისთვის ის გახდება, ხო, რაღაც მომხიბვლელი, რომ აი მოდი ამასთან ურთიერთობები დავამყავრო. ამისთვის ალბათ ძალიან იდეალური პოლიტიკური და ეკონომიკური რკალი უნდა შეიქმნას ჩვენს გარშემო, ხო, რაღაციდან გაგვაღწევინოს ამ სივრციდან. ხო, აი მე მგონია, რომ ამისთვის, ხო, ჩემი აზრით კორუფციის მაჩვენებლების შემცირება იმაზე მეტ საქმეს გაგვიკეთებს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და რატო? იმიტომ რომ ჩვენ ხო პატარა მასშტაბები გვაქვს, ანუ ჩვენთან ეკონომიკის აშენება უფრო მარტივია მაგალითად ვიდრე რუსეთში, ხო? იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია რომ მაგალითად გარკვეულწილად თვითკმარობას ეკონომიკურს და გარკვეულწილად განვითარებას და კეთილდღეობას 3 მილიონ ადამიანზე გვაქვს ჩვენ საუბარი, ხო? და რატო ვამბობ ამას, რომ ესე იგი, ჩვენ ვერ ვნახავთ ევროკავშირის მასშტაბით მაგალითად ვერც ერთ ქვეყანას, რომელმაც კეთილდღეობას მიაღწია ისე, რომ კორუფციის მაჩვენებლები არ ჩამოსულიყო. და როცა საუბრობთ აი ეკონომიკა იზრდება, ეკონომიკის ზრდა პრინციპში არის ძალიან ბუნებრივი პროცესი. თუნდაც მაგალითად გლობალიზაციის, ხო? ანუ უფრო რთულია მე ვიტყოდი ასე, რომ შენ 21 საუკუნეში ეკონომიკა ვერ გაზარდო, ვიდრე გაზარდო. ანუ ასე შევხედავდი და რატო იცი? იმიტომ რომ იმდენად ფართოვდება და იმდენად ძლიერდება, ასე ვთქვათ, ეს გლობალიზაციის ტენდენციები, ყველა მიმართულებით, მარტო დასავლეთით არა, ხო? რომ ამას გვერდს ვერაული. აი ხა ჩინეთზე ხო გვაქვს ორიენტირი, ხო? ანუ ახალი უფრო გაძლიერებული ეკონომიკური თანამშრომლობის, ხო? ჩინეთი ჩვენს ეკონომიკას კიდევ უფრო გაზრდის, მაგრამ მე და შენ შეიძლება ეს არ დაგვეტყოს. მე და შენ ეს არ დაგვეტყობა მანამ, სანამ ისევ და ისევ ცხოვრობთ აი ამ მოჯადოებული, ასე ვთქვათ, კორუფციის რაღაც წრეში, ხო? და აი ზუსტად ეს არის, ანუ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ნებისმიერი ქვეყნისთვის, ვისაც ევროკავშირის წევრობა ოდესმე ვდომებია, რომ შეამციროს კორუფცია და ამისთვის მოხდეს სასამართლოს რეფორმა პირველ რიგში, ხო? და ამაზე აი ზუსტად რამდენიმე კვირის წინ ბავშვებთან მქონდა ეს შეტანილი ეს თემა პოლიტიკური თემა, რომ აი კორუფციის მაჩვენებელი, აი კორუფციის ინდექსი, ხო? ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამსაზღვრელი ამ ინდექსის არის ხოლმე, ნუ სასამართლოს რეპორტები და დასკვნები, ხო? კორუფციული სიტუაციის შესახებ და საინტერესო რა არის, რომ აი მაგალითად კორუფციის ინდექსი შეიძლება იყოს არაზუსტი, მაგალითად ჩვენაირი ქვეყნების შემთხვევაში. თუ შენთან სასამართლომ არ შეაფასა რეალური კორუფციული სურათი, შენი კორუფციის ინდექსი მუდამ იდეალური იქნება. ეკონომიკური ზრდაც შეიძლება მუდამ ორნიშნა კონდეს და თავი ამოყო, ასე ვთქვათ, აი ამ რაღაცა ცოტა მოსაბჭოთა სტილის სცენარში, როდესაც აი რაღაც ციფრები ჩნდება და ამ ციფრებს რაღაც რეალობას არ ასახავს ეს ციფრები, ხო და აი ეს მგონია მე უფრო მეტად რატომღაც მჯერა იმის, რომ ჩვენზე და ჩვენს შიდა პოლიტიკურ სისტემაზე უფრო მეტია დამოკიდებული, ვიდრე ჩვენ შეიძლება გვეგონოს რა ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ ჩვენ უბრალოდ ესე ჯდომა და იმის ლოდინი, როდის გაქრება რუსული ფაქტორი, ხო, რომელიც გადამწყვეტია, ხო, ჩვენს კონფლიქტებში. ამის ლოდინი არის საშინელება რა ზუსტად. კი ბატონო. აი ეს არის ზუსტად ყველაზე დამთრგუნველი, რომ აი ხო წააგებს უკრაინაში და მერე რამე იქნება. უკრაინის მერე ალბათ კიდე რაღაცა ახალი იქნება, ანუ რუსეთს არასდროს არ უჭირს ახალი საომარი კამპანიების დაწყება და აი ზუსტად ეს ჩვენი საშინელების წრე არის ზუსტად ეს. და ამიტომ ალბათ ყველაზე მეც მაგას გულისხმობ, კი, ანუ ჩვენ ახლა ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყნისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გაუმჯობესდეს ხო მდგომარეობა, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ეკონომიკური თვალსაზრისით იქნება, სამხედრო თვალსაზრისით იქნება, ეს დიპლომატია, რა თქმა უნდა, და მოკავშირეები და ის, რომ რაც შეიძლება მნიშვნელოვნები ვიყოთ თანამედროვე მსოფლიოში. უბრალოდ აქ პრობლემა და ის ფაქტორი მუდმივად რჩება,
რაც თავიდანვე ამ კონფლიქტის მთავარი ნაწილი იყო ამ შემთხვევაში და აი ამის გადალახვა იქნება ძალიან რთული და ამიტომაც არის რომ ეცე ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ ეს უნდა იყოს გათვალისწინებული რა თქმა უნდა იმიტომ რომ ხა იცი რა არის აქ ზოგჯერ შემოდის ხოლმე ეს მეორე საკითხი რომ თვითონ აი რუსეთთან მოლაპარაკებით ჩვენ რუსეთთან მოლაპარაკება ქართველებმა ბევრჯერ წადეს ამ საკითხთან დაკავშირებით დიალოგების რეჟიმიც იყო ხელმოწერებიც იყო და ასე შემდეგ მაგრამ ამით არაფერი არ მივიღეთ პირიქით გაცილებით თუ გაუარესდა იმიტომ რომ უნდა გავითვალისწინოთ ის რომ იმპერიებს აქვთ თავიანთი ასე ვთქვათ გეგმა თავიანთი ინტერესები რომელიც არ წყდება იმით შენ იმას რაღაცა მოსაფერებელ სიტყვას ეთყვი თუ შეაგინებ შესაბამისად უნდა გავითვალისწინოთ რა თქმა უნდა ეს იმპერიული პოლიტიკა და იმის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ და არა იმით რომ აი პირადი სიმპათიები და პირადი ურთიერთობებით მოხდება თანამედროვე სოფლიოში მით უმეტეს დიდ სახელმწიფოებთან ურთიერთობების დალაგება და რაღაცა პრობლემების მოგვარება ისეთის განსაკუთრებით როგორც არის ტერიტორიული პრობლემა ამ შემთხვევაში ამიტომ რაციონალურად უნდა ვიაზროვნოთ აქ და არ უნდა წამოვეგოთ იგივე ანკესზე რაზეც ამ დიდი ხნის მანძილზე ბევრჯერ წამოვეგეთ იმპერიასთან ურთიერთობაში ხო თუნდაც იგივე 90-იანებში თუნდაც 2000-იანების დასაწყისში 2008-მდე პერიოდში და ასე შემდეგ ხო ამიტომაც მე გეთანხმები სრულად შენს მოსაზრებაში ამ თვალსაზრისით და მეც მიმაჩნია რომ ეს კარგი ვარიანტი იქნებოდა თუმცა ერთ რაღაცას ვიტყოდი კიდევ რომ აი ეს კონფლიქტური რეგიონები და ეს ამ შემთხვევაში სეპარატისტული რეგიონების საკითხები და შემდეგ არის ყველა თითქოს განსხვავებული მაინც ერთმანეთისაგან აი კი შეიძლება შევადაროთ მაგრამ მაინც ძალიან ბევრი ინდივიდუალიზმი არის თითოეულში ხა როგორც აი ტოლსტოი რომ ამბობს ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს გავს ყველა უბედურ ოჯახს კი თავის უბედურებას ჭირსო ხო აი ასეა ეს კონფლიქტური რეგიონების ჩემი აზრით შესაბამისად აი ჩვენი კონკრეტული შემთხვევა ალბათ მაინც მიუხედავად იმისა რომ რა თქმა უნდა შედარებითი მსჯელობა ისევე როგორც ნებისმიერ მეცნიერებაში არის გადამწყვეტი და ძალიან მნიშვნელოვანი იმის რომ გავიაზროთ რა შეიძლება გაკეთდეს მაგრამ ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ ის ინდივიდუალური გარემოებები რომელიც ყველა შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩვენ გვეხება უშუალოდ და შეიძლება სხვა ვერც კი გაიგოს ზუსტად ისე როგორც ჩვენ გვინდა ამ შემთხვევაში რომ გავაგებინოთ ამიტომ იმისთვის რომ ჩვენ გავაგებინოთ სხვებსაც იმისთვის რომ ან წარმოვაჩინოთ ეს კონფლიქტი ისე როგორც რეალურად არის მართლა აი როგორც შენ ამ შემთხვევაში ინგლისურად ცდილობ რომ დაბეჭდო ეხა ეს წიგნი და გამოიცემა კიდეც აი ბევრი ასეთი გვჭირდება ანუ ჩვენ გვჭირდება ლიტერატურა რომელშიც რეალური ისტორია იქნება გადმოცემული ფაქტებზე არგუმენტებით გაძლიერებული და არა ლოზუნგებით ამ შემთხვევაში რომელიც უკვე ეფექტს იძლევა ხოლმე ყოველთვის და რა თქმა უნდა არანაირად არ წაადგება ჩვენს მთლიანობაში ჩვენ პოლიტიკას პირიქით უნდა გავაკეთოთ ამისთვის ყველაფერი ძალიან მეცნიერულად ძალიან დაზუსტებით ძალიან ასე ვთქვათ გულცივად გარკვეულწილად აი როგორც მეცნიერი გააკეთებს ამას და არა როგორც აი ურაპატრიოტიზმი და ასე შემდეგ რომელიც სერიოზულად არავინ აღარ აღიქვამს ამის შემდეგ ჩვენ გვჭირდება რომ სერიოზულად აღიქვან ის რასაც ჩვენ გამოვაქვეყნებთ არგუმენტირებული და ასე შემდეგ ხო იმიტომ რომ იქაც კითხულობს აკადემიური წრე პირველ რიგში და რა თქმა უნდა ის უნდა გახდეს მისაღები ამ შემთხვევაში საზოგადოებისთვის და ნუ არ უნდა გახდეს დაცინვის საგანი ბოლო რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმიტომ რომ ნუ ეს მეორე მხარეც მუშაობს ამაზე უნდა გაითვალისწინოთ ისიც და ის მეორე მხარე მუშაობს პროპაგანდისტულად ამაზე ამიტომ მას უნდა დაუპირისპირო ძალიან ისეთი ბასრი არგუმენტები და რეალობა უნდა შეაჯახონ პირდაპირ როცა ცივი ნამდვილად ზუსტად კი ნამდვილად მოკლედ ძალიან მინდა რომ წარმატებები გისურვო და ამ წიგნის გამოცემით და ამის შემდეგ დარწმუნებული ვარ კიდე ბევრს გააკეთებ ამ თვალსაზრისით იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი პრობლემური მიმართულება არის საქართველოში და დარწმუნებული ვარ სვენერისთვისაც საინტერესო იყო დღევანდელი საუბარი და ეს იყოს მოდი დასაწყისი ჩვენი პოდკასტების სერიისა იმედი მაქვს რომ კიდე მეწვევი ცხინვალის კონფლიქტზე დიდი სიამოვნებით რომელიც ასევე ასეთივე მნიშვნელოვანი თემა არის და ვიცი დარწმუნებული ვარ სვენელისთვის კვლავინდებოდათ აი ეს საკითხები სადაც მოთხოვნადია საერთოდ შესაბამისად აი ცოტა არ იყოს აი ზედმეტი ლოზუნგებისა და ასე შემდეგ აი ამ რაღაცა ბჭყალებს ჩასმული ფრაზების სროლის გარეშე უბრალოდ შვიდად ისტორიულ პერსპექტივაში გადავხედავთ ამ ყველაფერს მადლობა კიდევ ერთხელ, მსმენელს კი შეგვიძლია დავემშვიდობოთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის და მეც დიდ მადლობას გადავუხდი მსმენელს და წარმატებებს ვუსურვებ კიდევ ერთხელ მწარე პოდკასტს და მის მსმენელს და ყველა დაინტერესებულ ადამიანს ამ თემით და სხვა ისტორიული თემებით.
და ბოლოსთვის კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, გამოიწერეთ პოდკასტი, მოიწონეთ და ხელი შეუწყეთ არხის განვითარებაში. მოვალ პოდკასტამდე გემშვიდობებით.